ჰანტავირუსი, ეხა ებოლა, იმისი დაშვებაც არსებობს, რომ თქვა ებოლამ შეიცვალოს სახე და გახდეს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები? გრიპის ვირუსის შემთხვევაში 2 მილიარდამდე ინფიცირებულია ყოველწლიურად 100,000-ობით ადამიანი მაინც იღუპება ჩვეულებრივი სეზონური გრიპის დროს. მაგალითად გაიკეთეს კოვიდის ასცრა და 10 დღეში დაიღუპა. ერთხელ ყვებოდა რომ ეს მხარე წაერთვა. ვიღაცა ყვებოდა რომ ფოკუსირებას ვეღარ ახდენდა. თუ მაინც დავინფიცირდები, გრიპის ვაქცინა რატო გავიკეთო, მაინც დამემართა გრიპი, სავალალო მდგომარეობაში ვართ სამწუხაროდ ჩვენ. ქალაქის შუაგულში ხდება ახალი მშენებლობები, რაც წარმოუდგენელია, ხო? ეკოლოგიური კატასტროფა არ ნიშნავს მხოლოდ დაბინძურებას, თუმცა გარდა ამისა, ინფექციური აგენტები ზუსტად მიყვება ბუნების გაჩანაგებას, საცხოვრებელი ადგილი, რომელიც იყო ცხოველების, იცვლება და შესაბამისად ის ვირუსები უკვე გამოდის ასპარეზზე ადამიანის წინააღმდეგ. მოლეკულური ევოლუციის თეორია არის ახსნა ჩვენი არსებობის, სადაც ადამიანები ჩვენი დნმ-ის გადამტან არსებებად ვართ წარმოდგენილი. ჩვენი ეს რთული ქცევა, რომელიც არის დაკავშირებული გამრავლებასთან, სიყვარულთან, ოჯახის შეგრძნებასთან და ასე შემდეგ, ეს დაიყვანება იმაზე, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ გადამტანები. არსებობს რამე თეორიული შანსი, რომ ეს რაღაც ახალი პანდემიის დასაწყისი იყოს? გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი, 9 საათი და ჩვენ რა თქმა უნდა ვართ პოდკასტ არეაში. დღეს პირველ რიგში გეტყვით, რომ ეპიზოდის წარმოდგენი არის PSP და ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმოდგენი არის მეტროპოლის სახლი, რომელიც ჩაიფიქრა. დღეს ჩვენ ვისაუბროთ ვირუსებზე, იმუნიტეტზე, ვაქცინებზე და დღეს ჩემი სტუმარი არის გიორგი კამკამიძე, ალერგოლოგ, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მადლობა ბატონო გიორგი, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. მიხარია რომ შესაძლებლობა გვაქვს და დღეს ჩვენ ვისაუბროთ ვირუსებზე. ეს ჰანტავირუსი, ეხა ებოლა და თითქოს ჩემთვისაც ეგეთი შეგრძნება არის, რომ კოვიდის მერე რაღაც ახალი ტალღა იწყება კიდევ ვირუსების. ჩვენ ნირეულობთ დღეს თქვენთან საუბარში გავარკვევთ, იწყება თუ არა საერთოდ ახალი ტალღა და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე. და ამ პოდკასტში ვიწყებთ ხოლმე ესე ჩემი პირველი სიტყვა ესეთია ხოლმე, რომ აქ ყველაფერი გვიყვარს რომ დავიწყოთ თავიდან და თავიდან დაწყება ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ვინ არიან ეს ვირუსები, რა ორგანიზმები არიან, როგორ ვითარდებიან, როგორ ჩნდებიან და ალბათ დედამიწის ყველაზე ძირძველი მაცხოვრებლები არიან. მოგესალმებით, გმადლობთ მოწვევისთვის. დიახ, ნამდვილად დღეს ვირუსების შესახებ ინფორმაცია, როდესაც გაჟღერდება, ეს იწვევს ძალიან დიდ აჟიოტაჟს, ვინაიდან კორონავირუსის პანდემია ახლახან გადავიტანეთ, ჯერ არა ვართ ასე ვთქვათ გამოსული ამ დედამიწის გაჩერების ასე ვთქვათ მდგომარეობიდან. შესაბამისად, ყოველი ახალი ინფორმაცია ახალ ვირუსზე, რასაკვირველია, იწვევს ძალიან დიდ დაძაბულობას, შიშს და უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსები ყოველთვის გვემუქრებოდნენ, თუმცა ვირუსების ფუნქცია მხოლოდ დაავადების გამოწვევა არ არის და მათ ძალიან დიდი როლი აქვს ზოგადად კაცობრიობის ჩამოყალიბებაში და არა მარტო კაცობრიობის, არამედ ზოგადად ცხოველთა სამყაროს თუნდაც განვითარებაში. შესაბამისად, ეს ერთ-ერთი მხარეა მხოლოდ ვირუსების, როდესაც ისინი არიან უკვე ეგრეთ წოდებული პათოგენურები და იწვევენ ადამიანების დაავადებას. თვითონ ვირუსი ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, არსებაა. ის არის ზღვარზე, ცოცხალსა და არაცოცხალს შორის. უფრო მეტად არაცოცხალ ასე ვთქვათ, წარმოადგენს, ვინაიდან მას არ აქვს ცალკე ავტონომიური, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარი. ანუ მას ჭირდება აუცილებლად სხვა ცოცხალი არსება, ცოცხალი უჯრედი, სადაც ის გამრავლდება. შესაბამისად, ის ასეც დამოუკიდებელ ასეთ ცოცხალ არსებად არ არის დღეისათვის მიღებული მეცნიერებაში. დიდი ხნის განმავლობაში ის ითვლებოდა ყველაზე ასე ვთქვათ, მარტივ წარმონაქმნად, რომელსაც შეუძლია გამრავლება, ვთქვათ, იგივე ინფექციის გამოწვევა, ასევე ემორჩილება ევოლუციის
ევოლუციურ განვითარებას, თუმცა ესეთი პრიონების აღმოჩენის შემდეგ ნახეთ, რომ ვირუსებზე უფრო მარტივი წარმონაქმნები შეიძლება იყოს, რომელიც შეიძლება განაპირობებდეს დაავადების განვითარებას და უკვე ვირუსები აღარ არის ყველაზე პრიმიტიული ამ ჯგუფში. პრიონები არის უბრალოდ ცილები, სახეშეცვლილი ცილები, რომლებიც კიდევ უფრო მარტივია ვიდრე ვირუსული ნაწილაკი. წარმოშობის თვალსაზრისით არის ორი ერთმანეთის საპირისპირო თეორია. ერთ-ერთი არის, რომ ეს არის გენეტიკური მასალის გადამტანი ნაწილაკები. ანუ თავიდან ეს იყო გენეტიკური ინფორმაცია, ან DNM-ის სახით, ან RNM-ის, როგორც ვიცით, ადამიანის ორგანიზმშიც ეს ორი მოლეკულაა, რომელსაც აქვს ინფორმაციული დატვირთვა. ანუ მათში წერია გარკვეული კოდი, რომლის მიხედვითაც, თქვათ, უნდა მოხდეს ცილის სინთეზი, ცილის წარმოქმნა, რომლისაგანაც შევდგებით, ხო, ცოცხალი არსებები და განახორციელოს გარკვეული ფუნქცია. და ერთ-ერთი თეორია გულისხმობს იმას, რომ ეს ინფორმაცია, გენეტიკური ინფორმაცია მან შეიძინა უნარი, რომ გადაადგილდეს და გავრცელდეს სხვადასხვა არსებებს შორის, ბიოლოგიურად ცოცხალ არსებებს შორის. შესაბამისად, თვითონ ნაწილაკი არის არაცოცხალი, მაგრამ როდესაც ის ხვდება ადამიანის ორგანიზმში ან ნებისმიერი ცოცხალ ორგანიზმში უჯრედში, ის უკვე ასე ვთქვათ, ამ ცოცხალ არსებას, ასე ვთქვათ, მართავს. ანუ ის უკვე არის რეალურად პარაზიტი, იყენებს იმ მექანიზმს, რომელიც აქვს ცოცხალ არსებას და ასე ვთქვათ, თავის გამრავლებას ემსახურება უკვე მასპინძელი უჯრედი. შესაბამისად, აი ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ვირუსები და მეორე თეორია არის, რომ ვირუსები წარმოიქმნა ცოცხალი უჯრედებისგან, ანუ უჯრედისგან, რომელმაც დაკარგა ბევრი ფუნქცია. და ამაზე მიუთითებს აი ძალიან რთული ვირუსები არის დიდი ზომის ვირუსები, რომლებიც თითქმის ისეთივე ზომისაა, როგორც პატარა ბაქტერიები, ანუ უჯრედული წარმონაქმნები და შესაბამისად ამდენი თქვათ დამატებითი სტრუქტურის განვითარება ცოტა ნაკლებად წარმოდგენილია, რომ მხოლოდ DNM-ის გადატანისთვის ან RNM-ის გადატანისთვის ყოფილიყო საჭირო. შესაბამისად დღეს ეს ორი თეორია, რომელიც ბოლომდე არც ერთი არ არის დამტკიცებული, რომ მართალია, შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ზოგი ვირუსი არის, ასე ვთქვათ, ხო, გენეტიკური მასალა, მოძრავი გენეტიკური მასალიდან წარმოშობილი და ზოგიერთი მართლაც აი, ასე ვთქვათ, ჩამოლაბორანტებული, ანუ ჩამოქვეითებული უჯრედები, რომლებმაც დაკარგეს, თქვათ, ცალკე არსებობის ფუნქცია და გადაიქცნენ პარაზიტებად და იყენებენ ასე ვთქვათ, ზოგადად დღეს აი თუ შევხედავთ აი მოლეკულური ევოლუციის თეორია არის მთავარი ახსნა ჩვენი არსებობის, ანუ იყო ვთქვათ დარვინის ევოლუციური თეორია, დღეს ეს ჩაანაცვლა მოლეკულური ევოლუციის თეორია, სადაც აი ჩვენც ადამიანებით გარკვეულად ჩვენი DNM-ის გადამტან, ასე ვთქვათ, მანქანებად, ასე ვთქვათ, არსებებად ვართ წარმოდგენილი, ანუ ჩვენი DNM-ი არის უკვდავი, რომელიც გადაეცემა შთამომავლობიდან შთამომავლობას, ჩვენ უბრალოდ ვართ დროებითი, ასე ვთქვათ, ჭურჭელი, მატარებელი, რომლებიც აი ამ უკვდავ DNM-ის მოლეკულას გადავცემთ და მთელი ჩვენი ეს თქვა ცხოვრება, ჩვენი ეს ისეთი ასე ვთქვათ, რთული ქცევა, რომელიც არის დაკავშირებული გამრავლებასთან, სიყვარულთან, ასე ვთქვათ, ოჯახის შეგრძნებასთან და ასე შემდეგ, ეს დაიყვანება იმაზე, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ გადამტანები. ნუ რასაკვირველი ეს არის ესეთი მოლეკულური ევოლუციის თეორია, რასაკვირველია მას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ყავს და განსაკუთრებით რელიგიური კუთხით ეს ასე ვთქვათ, ხდება ამ თეორიის
დევნა პირდაპირი და არაპირდაპირი გაგები, თუმცა დღეს რეალურად მეცნიერული კუთხით ეს არის ყველაზე უფრო ძლიერი თეორია ევოლუციური განვითარების თვალსაზრისით. არა მარტო ვირუსების, არამედ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის, მათ შორის ადამიანის. ხო, ანუ მე მესმის რატო შეიძლება რელიგიური კუთხით დევნიდან ამ ყველაფერს, თუმცა თუ ლოგიკურად მიყვები, ეგრეა, ხო? მრავლდები, იმიტომ რომ არ გადაშენდე საბოლოო ჯამში, მაგამდე მიდიხარ, რომ უბრალოდ შენი დნმ გადავიდეს შემდეგ თაობებში, ხო, ეს მესმის. რატომ ესეთი კითხვია, ჩემი რატომ არსებობს ვირუსები, რომლებიც არიან მომაკვდინელები და არა საშიშები, ანუ ადამიანისთვის ძალიან საშიშები, რომლებიც იწვევენ სიკვდილს და არსებობენ ვირუსები, რომლებიც არ იწვევენ. ანუ როგორ ვითარდება ეგრე, როგორ ყოფთ ამ ყველაფერს? ვირუსები არის ძალიან მრავალფეროვანი, როგორც აღნიშნეთ, ზოგიერთი არის მომაკვდინებელი, ზოგი არის შეგუებული ჩვენს ორგანიზმთან, ზოგი საერთოდ ვერ ახდენს ვერანაირი ინფექციის განვითარებას ან ადამიანში ვერ იჭრება. შესაბამისად, თუ შევხედავთ ასე უფრო ზოგად სურათს, ანუ ძალიან დიდი ნაირსახეობა ამ გენეტიკური ინფორმაციის, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა ბიოლოგიურ ასე ვთქვათ, ცოცხალ არსებებს შორის და ამას ეძახიან ჰორიზონტალურ გადაცემას. როდესაც დეიდან ბავშვზე გენეტიკური მასალა გადაეცემა, ეს არის ვერტიკალური, ჰორიზონტალური ზუსტად ხორციელდება ვირუსების გზით. და ეს არის ფაქტიურად აი გენეტიკური ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ჩამოყალიბდა ბუნებაში. ვინაიდან სხვა მეთოდი, ვთქვათ, აი ვირუსის გარდა, აი ესეთი ჰორიზონტალური გადაცემის ფაქტიურად არ არის. შესაბამისად, ის ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგადად ცოცხალი არსებების ევოლუციაში, განვითარებაში. თუმცა ამ მრავალფეროვნების ჩამოყალიბების დროს ბუნება ყოველთვის რაღაც ექსპერიმენტებს აკეთებს და ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ ფუნდამენტური კანონია მრავალფეროვნების, ბუნების მრავალფეროვნების, როდესაც ის ცდილობს, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი არსება, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ვირუსი წარმოიქმნას, იქიდან ძალიან ბევრი დაიღუპება, ანუ არ იქნება სიცოცხლისუნარიანი, ზოგი გადარჩება, ზოგი და შედეგად ეს ვირუსები ასე ვთქვათ, ანვითარებენ სხვადასხვა სტრატეგიას. რასაკვირველია ეს არანაირი. ვინც გადარჩება. ხო, ტვინის ასე ვთქვათ, ფუნქციონირება არ ხდება აქ, ეს არის ეს ეფუძნება ზუსტად აი მოლეკულური ევოლუციის თეორიას, როდესაც ყველაზე უფრო მორგებული, ეგრეთ წოდებული ფიტით, რასაც ეძახით, გადარჩება ის და დაიღუპებიან სხვები. თვითონ ერთი ადამიანის ორგანიზმშიც კი მუდმივად ხდება ეს პროცესი. ძალიან ბევრი ვირუსი ნადგურდება, ზოგიერთი გადარჩება და შესაბამისად იწვევს დაავადებას. შესაბამისად ჩვენ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ვირუსთანა გვაქვს კონტაქტი. ჩვენში არიან, ხო? ბევრი ვერც აღწევს, იმიტომ რომ მათ უნდა ქონდეთ შესაბამისი მოჭიდების, ასე ვთქვათ, მოლეკულა, რომელსაც უნდა მოეჭიდნონ და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ეს რეცეპტორები, ანუ ეს მოლეკულები, რომლებსაც მოეჭიდება ვირუსი. შესაბამისად, ძალიან ბევრი ვირუსი ვერ აღწევს ჩვენ ორგანიზმში ამის გამო, რომ მას გარკვეული მოჭიდების საშუალება არის. არის დამოკიდებული, ანუ როგორი უჯრედი უნდა ქონდეს, რომ მოეჭიდოს. ესე იგი, ჩვენ უჯრედებს აქვს ეგრეთ წოდებული რეცეპტორები, ანუ გამონაზარდები, რომლებსაც უკავშირდება ვირუსი, რომ ის მან შეაღწიოს ჩვენს უჯრედებში და ძალიან ბევრი ვირუს არ აქვს საშუალება, რომ ანუ ეს ძალიან სპეციფიური ურთიერთქმედებაა, როგორც მაგალითად კლიტე და გასაღები რო წარმოვიდგინოთ, ხო, უნდა მოერგოს, თორე სხვანაირად ვერანაირად ვერ შევა და ასე ვთქვათ, ხო, დარჩება გარეთ. ანუ ყველა ვირუსი რასაკვირველია ვერ აღწევს, ვინც აღწევს, იმათ შორისაც ძალიან ბევრი ნადგურდება ჯერ არასპეციფიური დაცვის მექანიზმით, რომელიც არის ნებისმიერი ვირუსის საწინააღმდეგო და შემდეგ უკვე ძალიან სპეციფიური დაცვით, რაც არის იმუნური პასუხი, რომელიც უკვე ავითარებს სპეციალურ ეგრეთ წოდებულ ანტისხეულებს, რომლებიც ბოჭავს ამ ვირუსებს სპეციფიურად. ანუ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ეტაპი აქვს გასავლელი ვირუსს იმისთვის, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს, ანუ გამრავლდეს.
და აქ არის სხვადასხვა სტრატეგიები, უფრო ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ვირუსები, ჭყალებში რასაკვირველია, იმდენად კარგად არიან ადაპტირებული ადამიანის ორგანიზმთან, რომ ის არ იწვევს ძალიან მძიმე დაზიანებას ორგანიზმის და ძალიან კარგად გრძნობენ თავს მთელი ცხოვრების მანძილზე. არიან ორგანიზმში. დიახ, და თუ მაგალითად მარტივი ჰერპესი რო წარმოვიდგინოთ, ერთ-ერთი მაგალითი, ასეთი ასე ვთქვათ, სიმბიოზისა ჩვენს ორგანიზმთან არის ზუსტად მსგავსი ვირუსები, რომლებიც ცხოვრობენ მთელი ცხოვრების მანძილზე, უმრავლეს შემთხვევაში უსიმპტომოდ და ზოგიერთ ადამიანში შეიძლება იწვევდეს პერიოდულად, ასე ვთქვათ, სიმპტომს. ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ იმ ადამიანს აქვს ეს ვირუსი, რომელსაც ანუ ვიდეოში ყველას ფაქტიურად უმრავლესობას, ანუ დასრული მოსახლეობის 90%-ზე მეც ეს ვირუსი აქვს, ანუ ბავშვობის პერიოდში რაღაც ეტაპზე ინფიცირდება ადამიანი და შემდეგ ატარებს ამ ვირუსს. ზოგიერთი ვირუსი, რომელიც არის ესეთი მომაკვდინებელი, ზუსტად არის ისეთი ვირუსები, რომლებიც დიდხანს ვერ გაძლებენ, ასე ვთქვათ, და მალე ხდება დასრულება ამ ვერ გაძლებენ ორგანიზმში? ანუ დიდხანს ვერ გაძლევენ იმის გამო, რომ ის მასპინძელი ორგანიზმი შეიძლება დაიღუპოს, ანუ ძალიან მძიმედ დასნებობდეს და შესაბამისად ვირუსს აღარ აქვს ამ შემთხვევაში გაქანების საშუალება, რომ მან ესეთი მძიმე ეპიდემია ან პანდემია გამოიწვიოს და როგორც წესი არის ის უფრო ლოკალიზებული და არ ხდება მისი ძალიან ფართოდ გავრცელება. და არის შუალედური, რომლებიც შეიძლება იწვევდეს შედარებით სერიოზულ დაავადებას, თუმცა აი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილში და მაგალითად იგივე კორონავირუსი ესეთი ვირუსი იყო, ვირუსი იყო? დიახ, ეს არ არის ისეთი მაგალითად როგორც ებოლა, მაგალითად ვისაუბრებთ აუცილებლად. აქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ იყო ძალიან მაღალი მაინც. კოვიდის შემთხვევაში არ იყო? კოვიდის შემთხვევაში შედარებით ნაკლებია ვიდრე რეალურად, ხო, მაგალითად ებოლას ან ჰანტავირუსის შემთხვევაში ან არის ისეთი ვირუსები, რომლებიც 50%-ში ან ზოგიერთ შემთხვევაში 80%-საც აღწევს სიკვდილიანობის მაჩვენებელი. იგივე მაგალითად გრიპის ვირუსი შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც პერიოდულად იმატებს სიკვდილიანობის მაჩვენებელი, როდესაც აი მძიმე წელი გვაქვს, ან პანდემია გრიპის, თუმცა ზოგადად რჩება საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი სიკვდილიანობის, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ფართოდ ვრცელდება თვითონ აბსოლუტური რიცხვი ადამიანებისა, ვინც თქვათ დაიღუპება ამ წლის განმავლობაში ძალიან მაღალია. მაგალითად აი გრიპის ვირუსის შემთხვევაში 2 მილიარდამდე ინფიცირებულია ყოველწლიურად ამ ვირუსით. რასაკვირველია, მაღალი რო იყოს სიკვდილიანობა, კატასტროფასთან გვექნება ხო საქმე, მაგრამ საბედნიერო რომ დაბალია პროცენტული წილი, თუმცა 100,000-ობით ადამიანი მაინც იღუპება ჩვეულებრივი სეზონური გრიპის დროს, იმიტომ რომ აბსოლუტური რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე პროცენტია, მაინც ძალიან მაღალია. გასაგებია. შეიძლება კიდე გკითხოთ, აი ცოტა ვერ გავიგე და მაგიტო ვირუსი, მაგალითად ებოლა, რატომ არის ესეთი მომაკვდავი? მაღალი სიკვდილიანობა რატო ფიქსირდება და თქვათ სეზონური გრიპის ვირუსი რატომ არის ესეთი დაბალი სიკვდილიანობით? ანუ რატო რითი განსხვავდება აგრესიულობა? ანუ ვირუსმა როგორ გადაწყვიტა, რომ აგრესიული იყოს, ახლა გადაწყვიტა რა თქმა უნდა ბჭყალებში ვიძახი. უბრალოდ ტიპია ესეთი ვირუსის, ესეთი შეიქმნა ბუნებაში, ანუ აი ეგ კითხვა მაქვს. დიახ, აი იქიდან გამომდინარე მრავალფეროვნებიდან, ხო, ზოგიერთი ესეთი აგრესიული ვირუსი გამოდის, ასე ვთქვათ, ანუ დამაზიანებელი ეფექტი მისი ადამიანის ორგანიზმზე არის ძალიან მაღალი, მაგალითად ებოლა რომ ვთქვათ, თუმცა აი ებოლას ესეთი მასიური გავრცელება ვეღარ
ხდება, იმიტომ რომ ის ასე ვთქვათ უმრავლეს შემთხვევაში იწვევს მასპინძელი ორგანიზმის სიკვდილს და ფაქტიურად ეს აფერხებს მის გავრცელებას. როდესაც შედარებით უფრო ჭკვიანურად იქცევა, ასე ვთქვათ, ჭყალებში, ნასაკვირველია ეს არის, ასე ვთქვათ, მასიური ტვინი, ანუ ეს მრავლობითი ტვინი, რომელიც ფუძნება ეს ევოლუციურ კანონებს. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი რაოდენობით ვირუსი გადარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის მაინც ზოგიერთ შემთხვევაში იწვევს მძიმე შემთხვევებს. უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს და ზოგჯერ უსიმპტომოთაც და ამიტომ ეს ადამიანები გამავრცელებელი არიან, გაცილებით უფრო ადვილად, ვიდრე ისეთ შემთხვევაში, როდესაც მძიმე ავადმყოფია და ერთი ებოლასთან დაკავშირებით ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მხოლოდ სიმპტომური პაციენტები არიან გადამდები და შესაბამისად გამოვლინება თვითონ სიმპტომების უკვე ხდება და შესაბამისად მორიდება ამ ადამიანებისგან გაცილებით უფრო მარტივია, ხო? მაშინ როდესაც თუ კი უსიმპტომოდ არის ადამიანი, ამ შემთხვევაში მისი გამავრცელებელი, ასე ვთქვათ, პოტენციალი გაცილებით უფრო მაღალია. შესაბამისად, აქაც აი გადარჩენის თვალსაზრისით რასაკვირველია ებოლას ვირუსი ნაკლებად გადარჩება, ვიდრე მაგალითად გრიპის ვირუსი, ხო? შესაბამისად, გრიპის ვირუსი მასიურად ვრცელდება და განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი ვირუსები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ჩვენთან ერთად. და ისინი კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, ჭკვიანური მექანიზმით, ასე ვთქვათ, იქცევიან, შესაბამისად, დაზიანება ადამიანის ორგანიზმის მინიმალურია და ისინი ძალიან კარგად გრძნობენ ძალიან დიდი ხნის მანძილზე, ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენთან ერთად თავს. ხო, მაგალითად გრიპის ვირუსის გარდა ეგეთი ვირუსი რა არის, რაც ყოველდღიურია ფაქტობრივად ძალიან გავრცელებულია და ვერც კი ვხვდებით, რომ მაგ ვირუსის მატარებელია, თქვათ ჰერპესის ვირუსი, ხო თქვით, აი კიდე რა ვირუსი? მაგალითად ჩუტყვავილას ვირუსი, ეს ასე ვთქვათ, ჰერპესის ჯგუფსაც ეძახიან. არის ციტომეგალოვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც აი მონონუკლეოზს იწვევს, ციტომეგალოვირუსი მონონუკლეოზის გავს დაავადებას. არის ჰერპეს 6-7 ასეთი ვირუსები, რომლებიც ასევე ვთქვათ, ესე პერსისტენტულად, ანუ მუდმივად არსებობს ჩვენს ორგანიზმში. ერთხელ თუ მოხდება, ის არის და არის, ზოგჯერ პაციენტები გთხოვენ, რომ აი ჰერპესისგან განკურნება შემიძლია თუ არა, სამწუხაროდ დღეს ამის საშუალება არ გვაქვს, რომ მთლიანად მოვიშოროთ ჰერპესი და როდესაც ახალი ეპიზოდი აქვს ადამიანს, გონია რომ თავიდან დაინფიცირდა, ვიღაცისგან დაინფიცირდა, ეს რეალურად არის იგივე ვირუსი, რომელიც ერთხელ მოხდა ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ შემდეგ რეაქტივირდება, ანუ ხელახლა აქტივობას იძენს და სიმპტომებად გვევლინება. როდესაც არის მაგალითად იგივე სხვა ვირუსის მოხვედრა, მაგალითად გრიპის ვირუსი შეიძლება აქტიურებდეს ჰერპესის ვირუსს და იგივე გაციების შემთხვევაში ჰერპესის ვირუსი აქტიურდება, ხო? და როგორ რა მექანიზმი მუშაობს მან? ხო, ამ შემთხვევაში ჰერპესის ვირუსი თავის თავს, ასე ვთქვათ, აძინებს, ანუ ძილის მდგომარეობაში გადადის ჩვენ ნერვულ დაბოლოებებში. და იქ ძალიან კარგად გრძნობს თავს, ლატენტურ ფაზაში არის, ასე ვთქვათ, მაგრამ თუ კი მიეცა კიდევ უფრო უკეთესი, ასე ვთქვათ, საშუალება, მან ის იწყებს უკვე აქტიურად გამრავლებას. და უკვე სიმპტომების სახით შეიძლება გამოვლინდეს. ეს უმცირეს შემთხვევაში ხდება სიმპტომურად გამოვლენა, ზოგიერთ უმრავლეს შემთხვევაში უსიმპტომოდ ხდება მისი ყოფნა ჩვენს ორგანიზმში. აი მაგალითად ჩუტყვავილა ძალიან საინტერესოა, თუ კი ჰერპესი ბევრჯერ შეიძლება განმეორდეს ესეთი ტალღები. ჩუტყვავილას შემთხვევაში არის ერთი შემთხვევა უფრო ბავშვთა ასაკში. ცოტა ისეთი გამოვლენილი და რომ მეორე გამოვლინება უკვე შედარებით ხანდაზმულ ასაკში, თუმცა რასაკვირველია ახალგაზრდა ასაკში შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო მეტად უკვე ვლინდება როგორც ზოსტერი. ეს რას ნიშნავს? ჰერპეს ზოსტერი, აი ალბათ გაგიგიათ, რომელიც აი ძალიან მტკივნეული გამონაყარია ამ შემთხვევაში და თუ არ უმკურნალეთ დროზე, თქვა და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით ტოვებს ძალიან დიდი ხნის მანძილზე მტკივნეულ, იმენაიდან ნერვული დაბოლოებები ზიანდება, ამ შემთხვევაში საკმაოდ გაუსაძლისი ტკივილები შეიძლება დატოვოს განსაკუთრებით მაღალი ასაკის ადამიანებში. ისე რომ ეს ვირუსი არის ერთხელ ერთი ტალღა
იყო ბავშვობაში ჩუტყვავილას სახით და მეორე ტალღა არის უკვე ხანდაზმულ ასაკში, ვინაიდან ამ დროს იმუნიტეტი განილევა, რომელიც არეგულირებდა ამ ვირუსს მის ლატენტურად, ძილის მდგომარეობაში და ის თავს წამოყოფს და უკვე მრავლდება თავიდან. ეს ორტალღიანი. ჰერპესი ბევრტალღიანი. ზოგიერთი მხოლოდ თქვათ საშიში ახალშობილებში ციტომეგალოვირუსი მაგალითად და შემდეგ უკვე ფაქტიურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ აი ორსულებისთვის არის საშიში ნაყოფის დაზიანების კუთხით და ასევე იმუნოკომპრომეტირებულ, იმ ადამიანებში, ვისაც აქვს დაქვეითებული იმუნური სისტემა, იქაც შეიძლება ამ ვირუსებმა, რომელიც ძილის მდგომარეობაში არიან, ნახონ, რომ არ არეგულირებს მათ ეს ჩვენი იმუნური სისტემა და დაიწყოს თავიდან გამრავლება. ხო. აი მე როგორც მესმის, ახლა და თუ სწორად მესმის, გამისწორად, თუ არასწორად მესმის. თუ მე ერთხელ ვირუსს დამემართა, ეს ჩემს ორგანიზმში ცხოვრობს, თუ არ ვეღარ ცუდად ჟღერს, მაგრამ თუ მოკლედ ორგანიზმსაც ვირუსი შევიდა და დაიწყო ცხოვრება, თუ ის ორგანიზმი არ მოკვდება, მაგ შემთხვევაში ვირუსი ყოველთვის რჩება ორგანიზმში. ეს არის ნაწილი ვირუსების, ყველა ასე არ იქცევა. მაგალითად, წითელას ვირუსი უნდა, ასე ვთქვათ, დამთავრდეს ეს ინფექცია და შესაბამისად აღარ გვყავს ორგანიზმში. ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება იყოს მუტირებული ვირუსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე წითელასთან დაკავშირებული დაზიანება ნერვული სისტემის, რომელიც ფაქტიურად 100%-იანი სიკვდილობით თავრდება. მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები. უმრავლეს შემთხვევაში ორგანიზმს შეუძლია აქვს უნარი, რომ მთლიანად, ასე ვთქვათ, განდევნოს ვირუსი. იგივე მაგალითად გრიპის ვირუსი ასევე მიდის, მერე უბრალოდ ახალი გვემართება, შესაბამისად ის იმუნიტეტი, რომელიც გაუმუშავდება წინა წელს, უკვე აღარ მუშაობს ახალი ქვევარიანტის წინააღმდეგ და ამიტომ არის რომ ყოველწლიურად არის რეკომენდირებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შესაბამისად მრავალფეროვანია ვირუსები, ესე ვერ იტყვი რომ ერთ და იგივე თვისება გააჩნდეს ვირუსებს და მათ სხვადასხვანაირი სტრატეგია აქვს თავისი გადარჩენის, იმიტომ რომ თვითონაც ეს ფუნქცია უნდა განახორციელოს, ხო, უნდა გადარჩეს. ანუ მასაც იგივენაირი ფუნქცია აქვს, რაც თქვათ ადამიანს, რომ თავისი DNM-ი ან RNM ვირუსის შემთხვევაში გენეტიკური მასალა შეიძლება იყოს წარმოდგენილი მთავარი ინფორმაცია RNM-ის სახით, ამით განსხვავდება ის უჯრედული ცოცხალი არსებებისგან. ორივე შემთხვევაში RNM-ის და DNM-ის შემთხვევაშიც ვირუსი ცდილობს, რომ არ დაიკარგოს ეს გენეტიკური ინფორმაცია და მოახდინოს მისი გამრავლება და უკვე გადაცემა შემდეგ თაობებში. ხო, ანუ იმასაც ისევე უნდა სიცოცხლე, როგორც ჩვენ გვინდა. სიცოცხლე ყველას უნდა. ხო, ეგ არის საბოლოო დასკვნა ამ შემთხვევაში. როდესაც სახლზე ვფიქრობ, ხოლო საცხოვრებელი სივრცე არ გახსენდება. სახლი არის ადგილი, სადაც შენ ქმნი შენს მომავალს, შენს სიმშვიდეს და შენს ცხოვრებას. სწორად ამას გვთავაზობს დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. კომპანია, რომელიც ქმნის ყველა ტიპის უძრავ ქონებას, მეტროპოლი გეხმარება იპოვო შენი სახლი, რომელიც შეესაბამება შენს ცხოვრებას, შენს ცხოვრების სტილს და სურვილებს. მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრა. შემდეგი კითხვა მაქვს ესეთი, რომ ზოგადად ვირუსებმა იმატა, ანუ ჩემთვის შეგრძნებისთან როგორც დასაწყისში ვახსენე, თითქოს ვირუსებმა იმატა. მაგრამ შეიძლება ეს იმიტომ, რომ უბრალოდ სოციალური მედია გაჩნდა და ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ წამების განმავლობაში და ზუსტად ვიცით სადა აფრიკაში ვიცი რა ხდება, იქ ებოლა რო არის, როგორ არის და რაც. და ეს ინფორმაციის ვაკუუმი შეიძლება. თუ შეიძლება პირიქით, ანუ ცდები და იმატა. აი თქვენ რა ის კვლევები არსებობს? ორივე მიმართულებით, ბოდიში, ორივე მიმართულებით იმატებს. ერთი არის იმაზე დამოკიდებული, რომ ჩვენი საშუალებები, რომლითაც აღმოვაჩენთ ვირუსებს, რასაკვირველია უმჯობესდება და აღმოჩნდება ის ვირუსი, რომლის შესახებაც არ ვიცოდით ადრე, იყო რასაკვირველი არსებობდა ეს ვირუსი, მაგრამ უბრალოდ არ იყო ის აღმოჩენილი და შესაბამისად უკვე ვაკეთებთ ამ აღმოჩენას, რომ ესა და ეს ვირუსი ყოფილა ჩვენს გარშემო და არის ისეთი ვირუსები, რომლებიც ნამდვილად ახლად აღმოცენებულია. ხო, აი ეს კითხვა მაქვს, რომ არსებობს ესეთი რაღაც, რომ საერთოდ დედამიწაზე არ არსებულა მსგავსი ვირუსი და აი ახლა გაჩნდა.
დიახ, მუდმივად ხდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მართალი ბრძანდებით ხდება ასეთი ვირუსების უფრო ხშირად გაჩენა. და ეს ძალიან ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ყველაზე კლასიკური ვარიანტი HIV ინფექციის, შიცის ვირუსი, რომელიც რეალურად არის ახლად წარმოქმნილი ვირუსი, რასაკვირველი არსებობს თეორია, რომ ადრეც არსებობდა და ეს არის ასეთი, თუმცა ძალიან დიდი ხნის წინ იყო ამაზე, როცა არის საუბარი, რამდენიმე 1000 წლის წინ შეიძლება ყოფილიყო მსგავსი ვირუსები, თუმცა ეს არ არის გასაკვირი და ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ რეალურად ეს ბოლოს, როდესაც 91 წელს, 82 წელს იქნა აღწერილი პირველი კლინიკური შემთხვევები, შემდეგ უკვე 93 წელს თვითონ ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა. ეს რეალურად არის ახლად აღმოცენებული ვირუსი, რომელიც მოხდა ადამიანის ორგანიზმში მაიმუნებისგან, ანუ ამ შემთხვევაში მოხდა მისი მუტაცია, ანუ გარდაქმნა და თქვა აი ცხოველთა სამყაროდან გადმოვიდა ადამიანებზე. დღესაც თქვა ძალიან ბევრი სახეობაა მაიმუნის, სადაც ჩვენ გვაქვს შეგუებული არიან ისინი ვირუსთან, განსაკუთრებით თქვა ახლა ამ შემთხვევაში HIV ინფექციაზე ვსაუბრობთ, რომელიც არ იწვევს დაავადებას. მაიმუნში? დიახ, მაიმუნში არ იწვევს, თუმცა მაგალითად თუ კი აი მატარებელი მაიმუნიდან მაგალითად გორილაზე თუ გადმოვიტანთ ამ ვირუსს, იქაც შიცის მსგავსი დაავადება ვითარდება, ანუ იქაც სახეობრივი განსხვავება. შესაბამისად, ადამიანში როგორ მოხდა მაიმუნიდან? დიახ, ერთ-ერთი თეორია არის იგივე სისხლთან კონტაქტი, ანუ როდესაც მოხდა მაგალითად მაიმუნებზე ნადირობის შემთხვევაში, ანუ მოხდა სისხლთან, ანუ თქვათ მაიმუნმაც დააზიანა და ერთ-ერთი თქვათ თეორია, რომელიც ასე თქვათ ხსნის როგორ მოხდა უკვე აფრიკიდან, მაგალითად იგივე ამერიკის თქვათ კონტინენტზე ან ევროპაში, არის სისხლთან დაკავშირებული ესეც, ანუ ძალიან იაფიანი სისხლის, ხო, ასე თქვათ წყარო იყო, შესაბამისად აფრიკიდან მიდიოდა უკვე ცივილიზებულ სამყაროში და მოხდა ესეთი სისხლის პროდუქტი HIV ინფექციის გამომწვევი ვირუსი. მეორე ესევე ძალიან ასე თქვათ კლასიკური შემთხვევა არის C ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც ასევე ახლად წარმოქმნილი ვირუსია და ერთ-ერთი თეორია, რომ ის მოხდა ცხენების ორგანიზმიდან, ვინაიდან ძალიან ბევრი სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი დაფუძნებული იყო ცხენის შრატზე. მაგალითად დღესაც იმუნოგლობულინებს გამოვიყენებთ ხშირად და ცხენის შრატზე რას ნიშნავს? ანუ ცხენის შრატი გამოიყენება პრეპარატის შესამუშავებლად. ანუ ცხენი არის ისეთი ასე თქვა ცხოველი, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებდნენ პრეპარატის შემუშავებისთვის. ანუ ხელოვნურად გასატარებდნენ თუ როგორ? არა, პრეპარატის შემუშავებისთვის გამოყენებული იყო ცხენის შრატზე დაფუძნებული, მაგალითად ცოფის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი. დღეს შედარებით ნაკლებად გამოიყენება ესეთი ტიპით იმუნოგლობულინები, თუმცა ადრე იგივე მაგალითად დიფტერიის შრატი, საწინააღმდეგო შრატი და ასე შემდეგ, ისინი ძირითადად ხდებოდა ცხენების გამოყენება ამ პრეპარატების გამოსაყოფად, შესამუშავებლად, შესაბამისად, აქედან შეიძლებოდა მოხვედრილიყო ეს ვირუსი უკვე ადამიანების ორგანიზმში. მაგრამ ნახეთ, მე რა კითხვა მაქვს, მაიმუნის შემთხვევაში და ცხენის შემთხვევაში სანამ ადამიანში მოხდებოდა, ის ხო მაიმუნში და ცხენში იყო? ანუ თვითონ როგორც ვირუსი ხო უკვე არსებობდა, ანუ ახალი შეიძლება იყოს ადამიანისთვის, ხო? თორე თქვა დედამიწაზე ეგ ვირუსი არსებობდა ისედაც. თუ ვწდები? კი ბატონო, არსებობდა, უბრალოდ სხვა სახის იყო. ანუ ის ადამიანებისთვის არ იყო საშიში, მაგრამ ერთ დღეს გახდა ადამიანებისთვის საშიში, ვინაიდან მუდმივად ხდება ცვლილება გენეტიკური მასალის, ანუ ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება გენეტიკური მასალის, რომ ის
ემორჩილება ცვალებადობის წნეხს, ვინაიდან ის უნდა შეიცვალოს, თორე ვერ გადარჩება. თუ კი ის ერთ და იგივე იქნება მუდმივად, ის ვერ გადარჩება, ამიტომ აქაც მივდივართ ამ DNM-ის ან RNM-ის გადარჩენის მექანიზმთან, რაც არის ერთ-ერთი თვისება, ცვალებადობა და სამწუხაროდ ეს როდესაც ამ პათოგენურ ვირუსებთან გვაქვს საქმე, ძალიან ცუდად, ასე ვთქვათ, გვიტრიალდება, ვინაიდან იგივე ვაქცინების შემუშავების დროს თუ კი ძალიან ცვალებადი ვირუსია, ფაქტიურად შეუძლებელი ხდება ვაქცინის შემუშავება, ეფექტური ვაქცინის შემუშავება, რასაც დღეს ასე ვთქვათ, ამასთან ვართ ამ დონეზე, HIV ინფექციაშიც შემთხვევაში, იგივე C ჰეპატიტის შემთხვევაში და ძალიან სწრაფად ცვალებადი ვირუსები, რომლებიც არის სამწუხაროდ დღეს ვაქცინა არ გვაქვს. გასაგებია ეხლა რატო? როგორ იცვლება, ვთქვათ, ადამიანში, როცა მოხდება მაგ დროს ვაქცინა, შეიძლება იყოს რაღაც შტამის ეძახით, ხო? შტამი შეიძლება იყოს. ხო, შესახეობა. შტამი შეიძლება იყოს რაღაცა კონკრეტული ადამიანში, რომელიც მოხდება, რომელიც ადრე არ ყოფილა, როგორ იცვლის, მიხვდით რას ვამბობ, ვთქვათ, გამოუშვით ვაქცინა, გაიკეთეს ადამიანებმა ეს ვაქცინა, ეს ვირუსი მიხვდა, რომ ამ ვაქცინის მიმართ არის უძლური და მისი გადარჩენის მექანიზმა იფიქრა, რომ ჭყალებში, რა თქმა უნდა, მე ახლა რომ უნდა გადავრჩე, უნდა შევიცვალო სახე და უნდა გავხდე ან უფრო ისეთი, რომ კიდევ ვიცხოვრო. კი ბატონო, მარტო ვაქცინა ან წამალი, ვირუს საწინააღმდეგო პრეპარატი არ არის ამის მიზეზი. ჩვენი ორგანიზმი ფაქტიურად გამოიმუშავებს ძალიან ბევრ სხვადასხვა ნივთიერებას, როგორც არასპეციფიურს, ისე სპეციფიურს, არასპეციფიურია მაგალითად ინტერფერონი ალბათ გაგიგიათ, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ნივთიერება, რომელიც განაპირობებს დაცვით მექანიზმს, ან თქვათ იგივე ანტისხეულები, რომლებიც ძალიან სპეციფიური დაცვაა ვირუსის საწინააღმდეგოდ და მუდმივად დარტყმის ქვეშ არის ვირუსი და ამიტომ ის ცდილობს, რომ შეიცვალოს, ვირუსზე უნდა ვიფიქროთ როგორც რაღაცა ერთ მყარ ნაწილაკზე, არამედ მთელ სამყაროზე, განსაკუთრებით ეს ეხება ძალიან სწრაფად ცვალებად ვირუსებს, ერთ-ერთი არის რეტროვირუსები, HIV ინფექციაშიც ის ვირუსი, რასაც ეკუთვნის, რომელიც მაგალითად ერთი დღის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნის მილიარდამდე სხვადასხვა ტიპის ვირუსს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მას აქვს სპეციალური ესეთი ფერმენტი reverse ტრანსკრიპტაზა, რომელიც სპეციალურად უშვებს შეცდომას, ეს მექანიზმია ჩადებული განაშემთხვევით მოსდის შეცდომა, არამედ სპეციალურად ხდება ეს ცვალებადობა, რომ წარმოქმნას ერთმანეთისგან განსხვავებული ვირუსები. იქიდან ძალიან ბევრი დაიღუპება, მაგრამ ზოგიერთი ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, მორგებული ვირუსები გადარჩება. ან თუ თქვა დავიწყეთ კურნალობას, აქაც ისინი გადარჩებიან, რომელიც მდგრადია პრეპარატის მიმართ, ამიტომ დღეს გამოიყენება კომბინირებული პრეპარატები, რამდენიმე პრეპარატი, ერთი პრეპარატი როგორც წესი არ არის ხოლმე ეფექტური და ძალიან სწრაფად ხდება გაქცევა ვირუსის, ხო, ეს რეზისტენტობას, რასაც ვეძახით, ეს მექანიზმია. შესაბამისად, ეს მთელი სამყარო გვებრძვის ჩვენ ფაქტიურად და ჩვენი ორგანიზმიც მთელი სამყაროა თავისი სხვადასხვა დამცველი მექანიზმებით, უჯრედებით, ანტისხეულებით, არასპეციფიური ნივთიერებებით, რომლებიც გამომუშავდება, მიდის ძალიან დიდი ომი. ყოველდღიურად, მოლეკულურ დონეზე ჩვენ რაც არ უნდა თქვა ზარმაცები ვიყოთ, ხო, მოლეკულურ დონეზე ჩვენ ვარ ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურები და დაკავებულები, ვინაიდან მუდმივად ხდება ორთაბრძოლა ინფექციის გამომწვევ ორგანიზმებს, პათოგენებსა და ჩვენს დაცვით სისტემას შორის. მოსვენება არ არის. არც იქედან, არც აქედან. შესაბამისად, არც ვირუსებს აქვთ მოსვენება და როდესაც მილიარდი წარმოიდგინეთ ერთ დღეს გაჩენილი სხვადასხვანაირი ვირუსი, იქიდან ძალიან ბევრი გადარჩება, ძალიან დიდი ნაწილი დაიღუპება. შესაბამისად, ესეთ ფენომენთან გვაქვს საქმე, ამიტომ წარმოიდგინეთ ასეთი ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა რამდენად არის რთული.
და ზოგიერთ შემთხვევაში ჯერჯერობით მიუღწევადი ამოცანა. ის ვირუსები, რომლებიც შედარებით ნაკლებად ცვალებადობას განიცდიან, ამ შემთხვევაში ეფექტური ვაქცინები გვაქვს, მაგალითად B ჰეპატიტის ვირუსი. რაც უფრო რთულია ვირუსი, უფრო ნაკლებად მუტირებს ის, ანუ იცვლება. შესაბამისად, რთული აგებულების, ანუ უფრო ასე ვთქვათ, ბევრი სტრუქტურა, როდესაც აქვს, მისი სიცოცხლის უნარიანობა უფრო ასე ვთქვათ, მოწყვლადია, ანუ მის გენეტიკურ მასალაში ცვლილება უფრო ადვილად იწვევს მის დაუპვას. რაც უფრო ნაკლებად განვითარებულია ვირუსი, ის უფრო მეტად მუტირებს და შესაბამისად, აი პრიმიტიულ დონეზე თუ შევხედავთ, აი ეს პრიმიტივიზმი ხშირ შემთხვევაში არის უფრო საშიში, ვიდრე უფრო მეტად განვითარებული არსება, ხო? ანუ რთული ვირუსები და თავისი სტრუქტურით უფრო ნაკლებად საშიშია მუტაციის თვალსაზრისით, ვიდრე უფრო მარტივი ვირუსები. ეხლა რო საუბრობთ, უცებ მულტფილმისავით წარმომიდგა ესე ვირუსები ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაც ცალკე სამყაროა, ძალიან დიდი სამყაროა რა და ეხლა თქვენ როგორც ახსენეთ, ხო, ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, რომ აი ესე განვითარდა მედიცინა და ვაქცინა რანაირად არ არის იმის წინააღმდეგ, ამის წინააღმდეგ, რაღაცის წინააღმდეგ და მთელი ის არის რეალურად, ხო, ამ ხელა რაღაც ხდება და ესე ვითარდებიან, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ხოლმე ყოველთვის სპეციალისტის მხრიდან მოსმენა ამ საკითხის შიგნით რა ხდება რა ჩვენც ესეთ დონეზე ზედაპირულ დონეზე რო გვესმის რომ აი კიდევ ერთხელ მედიცინა ესე ტექნოლოგიები ესე ვითარდება როგორ შეიძლება შიცის ვაქცინა არ იყოს ისე რომ ადამიანები თქო აღარ იღუპებოდნენ ხო თუმცა ამ ხელა რაღაცა დგას უკან აი კიდე ერთი სასწაული ასე ვთქვათ უნარი აქვს ზოგიერთ ვირუსს რომ ჩაინერგოს ჩვენს გენეტიკურ მასალაში. ესეთია იგივე HIV ინფექციის გამომწვევი ვირუსი და თუნდაც B ჰეპატიტის ვირუსი, რომლებიც ანუ ჩვენს გენეტიკურ მასალაში ჩაჯდება ეს ვირუსის ინფორმაცია, მას ეწოდება პროვირუსი, ანუ აი მშობელი ამ ვირუსებისა და როგორც კი ვთქვათ შევწყვიტავთ მკურნალობას, ხო, მკურნალობის ფონზე შეგვიძლია დავდგუნოთ ვირუსი და ნულამდე ჩამოვიყვანოთ და ეს არის კლინიკურად პრაქტიკულად ჯამთელია ადამიანი, თუმცა თუ შევწყვიტავთ პრეპარატის მიცემას, ამ შემთხვევაში ისე ვიწყებს გამრავლებას, იმიტომ რომ ის იმალება ჩვენსავე გენეტიკურ მასალაში. ესეც ჯერჯერობით გადაუჭრელი პრობლემაა, ვინაიდან ჩვენ არ ვფლობთ ისეთ ტექნოლოგიებს, რომ ამოუჭრათ ის გენი ჩვენი გენეტიკური მასალიდან დიდი სიზუსტით. ეს ასე ვთქვათ მომავლის საკითხია და ზუსტად ეხა ესე რომ ვთქვათ, რომ აი რატო არ არის პრეპარატი, აი ზუსტად იმიტომ არ არის პრეპარატი, რომ ძალიან რთულ რამესთან გვაქვს საქმე. ეს არის ხო, მეორე მხრივ, როდესაც საუბარი იმაზე, რომ განვავითაროთ იგივე გენური თერაპია, ამ შემთხვევაშიც გარკვეული წინააღმდეგობა იქნება, როდესაც აი გენური თერაპია ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ამოუჭრათ გარკვეული გენეტიკური უბანი, თქვათ იგივე ჩვენი გენომიდან, ხო, როდესაც მაგალითად დაზიანებულია გენი, იგივე მაგალითად თუნდაც დიუშენის სინდრომთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული დღეს ექსპერიმენტული მიდგომები არის იგივე ამ გენური თერაპიის, თუმცა ძალიან დიდი წინააღმდეგობა აქვს ეთიკური საკითხის თვალსაზრისით და რა არის არაეთიკური იმაში, რომ დაზიანებული გენი ამოვჭრათ, ეს დაზიანებული გენი ნაცვლდება დაუზიანებელი გენით? დიახ. და ამაში ადამიანი რო გადარჩება, ამაში არაეთიკურობა რა არის? აი ზუსტად მეცნიერის კუთხით ეს ფაქტიურად ჩვენთვის მეცნიერებისთვის ზუსტად წარმოუდგენელია, რომ ამას შეეწინააღმდეგო. თუმცა ეს ახლა მარტო ჩვენ ქვეყანაზე არ არის საუბარი, რასაკვირველია, თუმცა ბოლო პერიოდში ხედავთ იმ სიბნელეს, რომელიც არის გარშემო ამასთან დაკავშირებით, თუმცა ნებისმიერ ქვეყანაში, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ, ევროპის ქვეყნებში ძალიან დიდი წინააღმდეგობაა ესეთი გენებზე მანიპულირების თვალსაზრისით და ძალიან ბევრ ვთქვათ ეს როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური არის ღმერთის ნებაში, ესე ვთქვა. ანუ ჩვენ ერთ-ერთი ვთქვათ მიდგომა არის ის, რომ როგორც ვთქვათ დავიბადეთ, ისე უნდა მოვკვდეთ, ხო?
და არ მოვახდინოთ გენებზე манипуლირება. ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური შიში არის, რომელიც ადამიანში არის და აქ ყოველთვის არის წინააღმდეგობა, ხო, აქეთ არის მეცნიერება, აქეთ არის საზოგადოება, აქეთ არის მთავრობა, რომელიც დააფინანსებს თუ არა ამ მეცნიერები ყოველთვის ცდილობენ, რომ ეს ექსპერიმენტი ყოველთვის ჩაატარონ, რაღაც ახალი აღმოაჩინონ, თუმცა ამის საწინააღმდეგო ასე ვთქვათ ძალები მუშაობენ, ხო? ვერავინ ვერ იტყვის, რომ ერთ-ერთი მხარე არის მართალი, თუმცა მე ჩემი კუთხით ვფიქრობ, რომ რასაკვირველია, ყოველთვის გამართლებულია, როდესაც იმაზეა საუბარი, რომ დაზიანებული გენი ჩანაცვლდეს, ანუ ეს რაღაცა ფატალისტური მიდგომა, რომ რახან ეს გენი დაზიანებულია, ეს უნდა ვატარო მთელი ცხოვრების მანძილზე, ეს ჩემი თვალსაზრისით მიუღებელია. თუმცა სხვა ადამიანი სხვანაირად ფიქრობს. მაგ ადამიანთან მაგითი კითხვა მაშინ, როცა სიცხე აქვს, სიცხის დამწვევს რატო სვავენ? როცა რაღაც სხვა ხდება, რატო აკეთებენ? ანუ მარტო გენზე რო არ იყოს. მაშინ მოცემულობა გვაქვს რა ესეთი და ნუ მოვკიდევთ ნურაფერს ხელს და ყველაფერი მაშინ ყოფილა ესე რომ რა არის, რაც არის ეგ არის და რა ვიცი, როცა არსებობს ერთი ადამიანის გადარჩენის შანსი, იმიტომ რომ ხა დიუშენის როცა ვსაუბრობთ, ეს ადამიანები დიდხანს ვერ ცხოვრობენ, ხო? და თუ არსებობს შანსი რომ ამ ადამიანებს სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ და უბრალოდ უფრო მეტი იცხოვრონ, რანაირად შეიძლება მაგაზე თქვა რომ არა, არ უნდა გააკეთო. სამწუხაროდ აი ძალიან დიდი ინერცია არის ადამიანთა დიდ ნაწილში, რაც მერე ვლინდება ან თქვათ სახელმწიფო რეგულაციების დონეზე, ან თქვათ რელიგიური კუთხით, როგორც წესი არის ხოლმე დიდი შემაფერხებელი ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება პროგრესს. თუმცა ვხედავთ, რომ პროგრესი წინ მიდის, ამას ვერაფერი დაუდგება, თუმცა პროგრესს ყოველთვის აქვს ხელი შემშლელი, რო არ იყოს ეს ხელი შემშლელი გაცილებით სწრაფად, ასე ვთქვათ, განვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებაც, თუმცა ბოლო წლებში ვაკვირდებით, რომ ძალიან სწრაფად მიდის ეს პროგრესი. თუნდაც COVID-მა გვაჩვენა, რომ იგივე ვაქცინის შემუშავების პროცესი გაცილებით დაჩქარებული იყო ვიდრე ადრე და ასე თვითონ ვირუსის იდენტიფიცირება, მისი საწინააღმდეგო, ასე ვთქვათ, სამკურნალო საშუალებების შექმნა გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს და ამან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე რასაკვირველია გადაარჩინა. და სიცოცხლის ხანგრძლივობა ამიტომ იზრდება, ხო? თუ კი ჩვენ ბუნებრივად ვიცხოვრებთ მხოლოდ მედიცინის დახმარების გარეშე, მაშინ გვექნება ისეთივე სიკვდილობა, როგორც ვთქვათ, პირველყოფილ წყობაში ქონდა, სადაც არ იყო, ვთქვათ, იგივე 25 წელზე მეტი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ხო? მაშინ ამას უნდა შევეგუო და თუნდაც იგივე ვაქცინებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული წლით გაზარდა ადამიანების გადარჩენის ალბათობა და მის სიცოცხლის ხანგრძლივობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იღუპებოდა ადრეულ ასაკში, ბავშვობის ასაკში, როდესაც ეს ვაქცინები არ ჰქონდა. ხო. კი ბატონო, სანამ მაგ ვაქცინებზე გადავიდეთ, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ, დაუბრუნდეთ იმ თემას, როცა ვამბობთ, რომ გაიზარდა თუ არა ვირუსების რაოდენობა. თქვენ ახსენეთ ახალი ვირუსები, რომლებიც გაჩნდნენ ზოოლოგიურ საძახიან, ხო? ზოონოზური, ანუ ცხოველიდან ადამიანზე. და ასევე მე წავიკითხე, რომ თქვათ გლობალური დათბობა, ხე-ტყის შეხვაც ამ ვირუსების გამრავლების ერთ-ერთი საშუალება შეიძლება იყოს. ასე არის? დიახ, აი ზოგადად ცივილიზაციის განვითარება თითქოს პარადოქსია, ხო? ცივილიზაცია ვითარდება და ამის პარალელურად ახალი ვირუსები ჩდება. ნუ ორი მიმართულებით ხდება პრინციპში, აი სანიტარული რასაკვირველია მდგომარეობა უმჯობესდება და ეს ასე ვთქვათ დადებითი მიმართულებით მუშაობს, იგივე ქალაქების ჩამოყალიბება ზუსტად ამასთან იყო დაკავშირებული, რომ იგივე კანალიზაციის სისტემა, იგივე წყლის გაწმენდის სისტემა და ასე შემდეგ, ეს რასაკვირველია, მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ნაკლები ინფექციები გქონდეს გარშემო. მაგრამ მეორე მხარე არის, რომ ხდება იგივე ტყეების გაჩეხვა, იგივე წყლის ჩადინება, იგივე წყალსადენი სისტემები
მიწების და თქვათ იგივე ნაგვის ასე თქვათ სიტუაცია, ანუ ნაგავი რასაკვირველია დიდი რაოდენობით წარმოიქმნება კომპაქტურად ქალაქებში. შესაბამისად აქაც ესე უნდა შევხედოთ, რომ ქალაქის დაპროექტებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არის ძალიან სუფთა ქალაქებიც, ხო, ახლა თქვათ იაპონიაზე შეიძლება ვთქვათ, სადაც მუდმივად ხდება ყურადღების მიქცევა და დასუფთავება. მე მაგალითად იგივე ტოკიოს ვეძახი სუფთა ნიუ-იორკს, ხო? თუ ნიუ-იორკს შევხედავთ, როგორი დაბინძურებულია, ხო, ეს ქალაქი. შესაბამისად, რაც არ უნდა თქვათ, ესეთი მეგაპოლისი იყოს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ხდება ქალაქის დაგეგმარება და სავალალო მდგომარეობაში ვართ სამწუხაროდ ჩვენ. თბილისი, ვინაიდან არანაირი დაგეგმარება არ ხდება და ძალიან სპონტანურად ხდება, ანუ ქალაქის შუაგულში ხდება ახალი მშენებლობები, რაც წარმოუდგენელია, ხო? რა სიწევს ახლა თქვენი პროფილით რო აგვიხსნათ კარგად ეს ყველაფერი? ერთი არის აი იგივე გაჩეხვა მაგალითად ტყეების, იგივე ფერდობებზე ხდება, მაგალითად ახალი სახლების აშენება, ხო, ჩვენთან. რასაკვირველია ის ფაუნა და ფლორა, რომელიც არის, ის ნადგურდება, შესაბამისად ის ცხოველთა სამყარო, რომელიც ტყეში იყო, ის გაცილებით უფრო ახლოს არის ჩვენთან ამ შემთხვევაში. ძირითადად ეხლა თუ საქართველოსია მღრღნელებთან დაკავშირებით შეიძლება ვთქვათ, ეხლა თუ აფრიკის ქვეყნებია, იქ აზიის ქვეყნები, მაგალითად ღამურებთან დაკავშირებით იგივე პრობლემაა და შესაბამისად ცხოველთა სამყარო გაცილებით უფრო ახლოს მოდის ადამიანთან და აქ თქვათ იგივე აი ბოლოს რაც ვირუსები გვქონდა ძირითადად ღამურებთან არის, ხო, დაკავშირებული იგივე კორონავირუსის შემთხვევაში, იგივე ებოლას შემთხვევაში ღამურა არის ძირითადი წყარო, რომელიც შემდეგ უფრო ადვილად აინფიცირებს იგივე იმ ცხოველებს, რომლებიც ჩვენთან ახლოს არის, შუალედურ ცხოველებს ეძახიან და უკვე ადამიანთა, ასე ვთქვათ, სამყაროში გადმოდის ეს ვირუსები. შესაბამისად, ეკოლოგიური კატასტროფა არ ნიშნავს მხოლოდ დაბინძურებას, თუმცა ესე ძალიან დიდი პრობლემაა და იგივე თბილისში ეს მშენებლობები განაპირობებს იმას, რომ სასუნთქი გზების დაზიანება ძალიან მაღალია და ისეთი დაავადებები, როგორც არის აი ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ძალიან დიდი სისწრაფით, ასე ვთქვათ, არის უფრო გაცილებით გავრცელებული, ვიდრე ადრე იყო. თუმცა გარდა ამისა, ინფექციური აგენტები ზუსტად მიყვება, ასე ვთქვათ, გაჩანაგებას, ბუნების გაჩანაგებას, ვინაიდან ეს ჰაბიტატი, ანუ ის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც იყო ცხოველების, იცვლება და შესაბამისად ის ვირუსები, რომლებიც ან იგივე ბაქტერიები თუნდაც და ასე შემდეგ, რომლებიც იყო შედარებით იზოლირებულად, იგივე ტყეებში და ასე შემდეგ, ის უკვე გამოდის ასპარეზზე ადამიანის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, მუშაობს, ვინაიდან ჩვენს გარშემო ცხოველებში მუდმივად არის ის ვირუსები, ან სხვა პათოგენები, რომლებსაც აქვს პოტენციური საშუალება, რომ გადმოვიდეს ადამიანის ორგანიზმში, რაც მოხდა ზუსტად კორონავირუსის შემთხვევაში, იგივე თუ გახსოვთ ფრინველის გრიპთან დაკავშირებით 2003 წელს იყო საკმაოდ დიდი აფეთქება. ქათმის გრიპს რო ეძახიან, რეალურად ფრინველის გრიპია, რომელსაც ასევე ძალიან მაღალი სიკვდილობა ჰქონდა, 50%-ზე მეტი იყო სიკვდილობა. თავიდან როცა დაიწყო ეს ეპიდემია, საბედნიეროდ საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ ჰქონდა. დიახ, ფრინველის გრიპი. ბევრს გონია, რომ აი ფრინველის გრიპიც გადავიტანეთ და რაღაც. ხო, საბედნიეროდ გადავრჩით. თუმცა ფრინველის გრიპი მუდმივად ცირკულირებს გრიპის ვირუსი იმ ასე ვთქვათ, ფრინველებში, თუნდაც გადამფრენ ფრინველებში და ასე შემდეგ, მუდმივად ჩვენ ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ ეს ვირუსები შეიძლება ადამიანებზე გადმოვიდეს. გარდა ამისა, მაგალითად, სად ასე ვთქვათ, ყალიბდება, მაგალითად, გრიპის ვირუსები, ხო, საიდან მოდიან, ძირითადად აზიის ქვეყნებიდან და რატომ ხდება ეს? სადაც არის უფრო
ახლო კონტაქტი ადამიანებსა, სხვადასხვა ცხოველებსა და ფრინველებს შორის. ბუნებიდან გამომდინარე. მაგალითად, გრიპის ვირუსი იქნება როგორც ეს მისი რეკომბინაცია, თავიდან კომბინაციების წარმოქმნა ხდება 4 სხვადასხვა წყაროდან, როგორც წესი. ეს არის ადამიანი, ეს არის ღორის ღორი, კი ბატონო, ეს არის ფრინველი და ცხენი. მათი გენების შერევით ყალიბდება ახალი ვირუსი, ეს 4 სხვადასხვა წყაროა და სადაც ბევრია ეს ცხოველი, ეს მაგალითად ჩინეთში ძალიან დიდი ფერმებია, ხო, ერთმანეთის გვერდზე, იქ ფრინველიც არის, ღორები, სხვა ცხოველები, ადამიანი, დიდი რაოდენობით ადამიანი მუშაობს და შესაბამისად ეს არის ძალიან კარგი ადგილი, სადაც ვირუსმა შეიძლება წარმოქმნას ახალი ვარიანტი. და როგორც წესი იქიდან იწყება და მე რთელდება მთელ ასე თქვათ დედამიწაზე. ღორის გრიპის შემთხვევაში იყო ცოტა განსხვავება, სამხრეთ ამერიკიდან დაიწყო ეს და ძალიან შეშინებული იყო ამ დროს მთელი სამედიცინო საზოგადოებაც და მსოფლიოც, რომ რაღაცა განსაკუთრებული სხვა რამე ხდებოდა. მართლაც მაშინ მქონდა პანდემია, რომელიც თითქმის 2 წელი გაგრძელდა. 2009 წელი იყო. ჩვენთან იყო ღორის გრიპი, კი არ მახსოვს. ღორის გრიპი ამ შემთხვევაში ფრინველის გრიპივით ასეთ ძალიან დამაზიანებელი არ არის. ჩვეულებრივ გრიპს გავს, უბრალოდ იმ წელს იყო ძალიან მასიური გავრცელება და სამწუხაროდ ორსულ ქალებში იყო შედარებით მაღალი სიკვდილიანობა. თუმცა რასაკვირველია, სხვადასხვა დონის საფრთხეა ფრინველის გრიპის და ღორის გრიპის. ღორის გრიპის ვარიანტი ადრეც ცირკულირებდა და უნდა ითქვას, რომ ეს პანდემიები პერიოდულად წარმოიქმნება, როდესაც არის ძალიან ძლიერი ცვლილება გრიპის ვირუსის გენეტიკურ მასალაში. ეგრეთ წოდებული shifti ქვია, ანუ გენეტიკური shifti. მაშინ როდესაც ყოველწლიურად მიდის ესეთი drifti ქვია, ნელი ცვლილება, რომელიც ყოველწლიურად იწვევს ახალ სეზონურ გავრცელებას. თუმცა 2 მილიარდამდე თითქმის მაინც ინფიცირდება ჩვეულებრივი სეზონის დროს. და პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტი, ანუ ფაქტიურად ყველასთან, ასე თქვათ, მიწვდება ვირუსი ყველას იმ პერიოდის განმავლობაში. და ეს shifti ხო? shifti რაზეა დამოკიდებული? ეს უბრალოდ ისე ბუნების ამბავია, როდის მოინდომებს ვირუსების გაძლიერებას თუ რასთან დაკავშირებით? სამწუხაროდ ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, ამიტომაც არის, რომ გრიპის ვაქცინა, რომელიც ყოველწლიურად ხდება მისი, ასე თქვა, შემუშავება, არის გათვლილი სეზონურ გრიპზე. თუ კი მოხდა ისეთი ცვლილება გენეტიკური მასალის, რომელიც ვერ იყო ნაწინასწარმეტყველები, რასაკვირველია, იმაზე ვაქცინა არ იქნება ეფექტური. და შესაბამისად, მაგ დროს ზუსტად ხდება პანდემიის ჩამოყალიბება. რამდენიმე პანდემია არის, თქვათ, დაფიქსირებული ამ წინა საუკუნის უпростоრად განმავლობაში, ამ საუკუნეში იყო 2009 წელს, როგორც თქვით, მანამდე იყო მაგალითად ერთ-ერთი ძალიან დიდი ესპანური გრიპი, ისპანკას, რასაც 1918 წლებში. ეს არის ისეთი ვირუსი, რომელიც დღესაც ჩარსებობს ჩვენ გარშემო, რომელიც ასევე ვაქცინითაა გათვალისწინებული H1N1 ეგრეთ წოდებული. ამ შემდეგ იყო ჰონკონგის ვირუსი, H3N2, იყო აზიური გრიპი, იყო ასევე მე-19 საუკუნის ბოლოს ეგრეთ წოდებული რუსული გრიპი. და ძალიან საინტერესო ფაქტებია, რომ ძალიან გავდა სიმპტომები კორონავირუსის სიმპტომებს. იგივე ყნოსვის დაზიანება, გემოვნების ცვლილება და ასე შემდეგ, რაც სამედიცინო ისტორიებია. ის შეიკრიბა ეს მონაცემები და 2022 წელს სტატიაც გამოვიდა იმ შემაჯამებელი, ასე თქვათ, მასალებით, რომლითაც უკვე ეჭვია, რომ კორონავირუსული პანდემია არსებობდა ადრეც, აი ზუსტად მე-19 საუკუნის ბოლოს და მას რუსული გრიპი ერქვა, ხო, სხვა სახელი ჰქონდა. და შემდეგ ეს ვირუსი გადაიქცა უკვე ჩვეულებრივ კორონავირუსად, აი გარდა ამ ახალი კორონავირუსისა, ჩვენ გარშემო კიდე 4 სხვადასხვა კორონავირუსი ცირკულირებს. აი მაგალითად გაციების მსგავსი დაავადება, გრიპის მსგავსი დაავადების გამომწვევებია და დღესაც და ეს მეხუთე არის ფაქტიურად, რომელიც შეემატა იმ წინა 4-ს. იმიტომ რომ დღევანდელი კორონავირუსი აღარ არის უკვე ძალიან მძიმე დაავადების გამომწვევი
მიწვევი ეს უკვე ომიკრონის პერიოდიდან მოყოლებული და ფაქტიურად თვითონ ვირუსმა, როდესაც გაჩნდა ეს ომიკრონი, რომელიც უფრო ადვილად ვრცელდებოდა, მაგრამ სუბუქ დაავადებას იწვევდა, ჩაანაცვლა მძიმე ვირუსები. COVID, იმიტომ რომ გადარჩენილი. რომ გადარჩენილი იყო და თან დადგუნა სხვა უფრო მძიმე ვირუსი და ფაქტიურად ჩვენი საზოგადოებაც ანუ დედამიწის ასე ვთქვათ ადამიანთა მოსახლეობა ამ მექანიზმით ყველაზე უფრო მეტად გადარჩა. ვაქცინას ჰქონდა რასაკვირველია ძალიან დიდი მნიშვნელობა სიკვდილიანობის შემცირების თვალსაზრისით, თუმცა ჯერჯერობით მარტო ვაქცინით ვერ მოხდებოდა ამ პანდემიის დამთავრება. თვითონ ვირუსმაც შეგვიწყო ხელი. შეიცვალა ფერი. დიახ, ანუ უფრო მსუბუქი გახდა, აღარ აზიანებდა ფილტვებს, კი იწვევდა სიმპტომებს, ეხა ზოგიერთმა ომიკრონი შეიძლება თქვას, რომ უფრო მძიმედ გადაიტანა, მაგრამ ეს ასე არ არის. უფრო გამოხატული სიმპტომები შეიძლება ყოფილიყო ზემო სასუნთ გზებში. მაგრამ კარგი ფაქტია ის, რომ ფილტვების დაზიანება ძალიან იშვიათად ხდება და უკვე სიკვდილის შემთხვევები, მძიმე შემთხვევები უკვე აღარ იყო. შესაბამისად, ფაქტიურად ომიკრონმა ჩააქრო წინა ვირუსები. ანუ პირველი გავრცელება იყო ჩინეთიდან, ჩინური ვარიანტი იყო, ალფა ბეტა ვარიანტების შემდეგ ინდური ვარიანტი დელტა. აი ხო წარმოიდგინეთ, სადაც ბევრი პოპულაცია იქ იქმნება ზუსტად ახალი ვარიანტები, იმიტომ რომ გაქანება დიდი აქვს ხო დიდ პოპულაციაში, შესაბამისად ჩინეთი, მერე ინდოეთი და ომიკრონი მოვიდა აფრიკის კონტინენტიდან, სადაც ის ჩამოყალიბდა იმუნოკომპრომეტირებულ, ანუ დადგუნული იმუნური სისტემის ადამიანებში და შედარებით უფრო სუსტი ამიტომაც არის, ვინაიდან იმუნოკომპრომეტირებულში თავისუფლად მრავლდებოდა დიდი იმუნური სისტემის დიდი წინააღმდეგობის გარეშე. აი ამ მექანიზმმა გადაგვარჩინა ჩვენ დანარჩენი მოსახლეობა, როდესაც აფრიკიდან გავრცელდა ეს დანარჩენ მოსახლეობაზე, ის იყო უფრო მსუბუქი, ადვილად გადაეცემოდა და უფრო მძიმე ვირუსები დადგუნა ამ ახალმა ომიკრონმა. შესაბამისად, ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც თქვათ გადავრჩით ეს იყო თვითონ ვირუსთა სამყაროდან წარმოსული. რასაკვირველია ვაქცინას თავისი აქვს როლი და განსაკუთრებით ვაქცინას როლი ჰქონდა მძიმე და სიკვდილის შემთხვევების შემცირებაში. COVID-ს დავუბრუნდეთ, მე აუცილებლად გკითხავთ უბრალოდ იდეაში ჩვენ ვისაუბრეთ ამ გავრცელებაზე. ერთი კიდე მინდა გკითხოთ ამ ზოონოზური ვირუსების შემთხვევაში, ხა ბოლო რაც იყო ჰანტავირუსი, რომელიც გავრცელდა ამ გემზე, ეს როგორც მე წავიკითხე, არის ვირთხებისგან გადაგვეცემა და ერთ-ერთი ესე ვთქვათ, გავრცელება რატომაც ხდება უფრო მეტად ვირუსების, არის რომ ეს მიმოსვლა ქვეყნებს შორის და ადამიანებს შორის უფრო ბევრად უფრო ფართო არის და მრავალრიცხოვანია, ვიდრე ოდესმე იყო რა და შესაბამისად ეს გადაადგილებაც მარტივად ხდება, მაგრამ ამ ჰანტავირუსზე მინდა რომ გკითხოთ, ეხლა ზოგადად რა მდგომარეობა არის, ჩაქრა ეს ვირუსი აღარ არის, ვთქვათ ეს ადამიანები, ვინც გადაიყვანეს, ჰოსპიტალიზებულები არიან და გავრცელება შეჩერებულია, თუ რა მდგომარეობა არის? დიახ, ნუ ჰანტავირუსი ეს ახალი ვირუსი ნამდვილად არ არის, უკვე დიდი ხანია ვიცნობთ ამ ვირუსს, უბრალოდ ხასიათდება ძალიან მაღალი სიკვდილიანობით და ამიტომ ესეთი ძალიან ფართო გავრცელება არ ახასიათებს, უფრო ლოკალური აფეთქებებია ხოლმე, თუმცა აი ხა რატო იყო ეს ეპიზოდი ყურაცაღები და რატო გამოიწვია ამდენი მithქმა-მოთქმა და შიში, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაფიქსირდა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემაც, იგივე ჩაკეტილ სივრცეში გემზე, შესაბამისად ეს შეიძლება ზუსტად აქედან გამომდინარე ყოფილიყო ისეთი ვარიანტი, რომელმაც შეიძინა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი. ადრეც იყო აღწერილი ეს ვირუსი, შედარებით უფრო იშვიათი ვარიანტია, უფრო მეტად მღრღნელებიდან პირდაპირ კონტაქტით ხდება გადაცემა. ანუ მიკბინოს? არა, შეიძლება კონტაქტი იყოს იგივე იმ ზედაპირებზე, ხო, შეიძლება ის ხელით მოკიდო ისეთ ადგილს, სადაც ის იყო, ხო, შეიძლება იგივე ბიოლოგიური სითხეები იყოს, ასე ვთქვათ, ზედაპირზე და აქედან, ანუ ახლო კონტაქტით ამ ბიოლოგიურ სითხეებთან, სისხლთან ან სხვა
სითხესთან კონტაქტის დროს შეიძლება მოხდეს გადაცემა. თუმცა აქ ხა როგორც იქნა აღწერილი არგენტინიდან წავიდა ეს გემი, სადაც ერთ-ერთ ასე თქვათ ვარიანტად ფიქრობენ, რომ იქ ნაგავს საყრელზე მოუწიათ გაჩერება, საიდანაც უყურებდნენ ჩიტებს, აკვირდებოდნენ და შესაბამისად იქ შეიძლება მართლა დაბინძურება მომხდარიყო. შესაბამისად, ასეთ ჩაკეტილ სივრცეებში გავრცელება საკმაოდ საშიშია, ვინაიდან კომპაქტურად არის, ხო, ადამიანები ერთ ჩაკეტილ სივრცეში, კონცენტრაცია დიდია ადამიანების და ეს ზოგადად ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. რატო არის თქვათ, რომ ზამთარში უფრო მეტად გვაქვს რესპირატორული ინფექციები, მაგალითად გრიპი ან გრიპის მაგვარი, ეს იმის გამო არა, რომ სიცივეში ვცივდებით და ეს იმიტომ, რომ შემჭიდროებულია უფრო ადამიანები, უფრო დახურულ სივრცეშია და მსგავსი არის გემზე, ამიტომ გემზე საკმაოდ საშიშია ესე თქვათ ინფექციის გავრცელება, იმიტომ რომ ძალიან ახლო კონტაქტია ადამიანებს შორის. შესაბამისად, აქაც ეს პრობლემა იყო ამასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება თქვათ ის ადამიანები, რომლებიც ჩამოსვეს გზაზე სხვადასხვა პუნქტებში, ისინი იყვნენ ასევე გამავრცელებლები. თუმცა დღეისათვის შედარებით უფრო, ასე თქვათ, მშვიდად ვართ იმ გაგებით, რომ რაღაცა ისეთი მასიური ეპიდემია ნამდვილად არ მოყოლია, თუმცა გრძელდება კვლევა, თქვა ადამიანების, რომლებიც იყვნენ ამ გემზე და შესაბამისად ხდება მათზე დაკვირვება, იმიტომ რომ შეიძლება საკმაოდ დიდხანსაც იყოს ინკუბაციური პერიოდი. ზოგჯერ თვეები შეიძლება იყოს, იშვიათ შემთხვევაში მართალია, მაგრამ შეიძლება გამოუვლინდეს სიმპტომები უფრო გვიან. და ამ ადამიანს მაგალითად ახლა დაკვირვებიდან გამოუშვებს სიტყვაზე ვიძახი, დაინფიცირებულ ადამიანს უშვებენ ამ დაკვირვების, არ ვიცი, ჰოსპიტალიდან, საავადმყოფოდან და საზოგადოებაში გადის ოჯახის წევრებთან აქ კონტაქტი და ეს ინკუბაციის პერიოდი არის დიდი. ამ შემთხვევაში თუ ადამიანზე გადადის, ჩვეულებრივად გახდება დაავადებს მეორე ადამიანსაც, ხო? კი ბატონო. თუ უკვე დაიწყება ასე თქვათ გამრავლება თვითონ ვირუსის ინტენსიურად, ზოგიერთ შემთხვევაში ტესტმა შეიძლება უარყოფითი პასუხი მოგცეთ, როდესაც არის მცირე რაოდენობით ჯერ და როდესაც იწყება უკვე სიმპტომური ხდება ადამიანი, ამ შემთხვევაში აღწევს ისეთ რაოდენობას ვირუსი, როდესაც უკვე აღმოჩენა შეიძლება ტესტით. ზოგიერთ შემთხვევაში ტესტით გაცლებთ უფრო ადრე აღმოაჩენ, ვიდრე სიმპტომები ვლინდება. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ტესტმა ასე თქვათ უარყოფითი აჩვენოს, თუ კი არ არის ის კლინიკურად გამოვლენილი და ესეც გარკვეული პრობლემა იმის თვალსაზრისით, რომ გარანტირებულად თქვათ, რომ ეს ადამიანები არ არიან დაინფიცირებული. ანუ გარკვეული ფანჯრის პერიოდი ეს არსებობს, როდესაც შეიძლება ვერ მოახდინოთ დაფიქსირება ვირუსის. სამწუხაროდ ეს არის ხოლმე იგივე სისხლის გზით გადამდები ინფექციებში, მაგალითად HIV ინფექცია, C, B ჰეპატიტი, როდესაც შეიძლება ტესტმა ვერ დააფიქსიროს ვირუსის არსებობა, არა და ის სისხლით დაინფიცირებული იყოს, ხო? კი ბატონო. ეხა ეს კიდე ერთი ებოლაზეც უნდა გკითხოთ. ახალი აფეთქება მოხდა აფრიკაში, სამხრეთ აფრიკაში, როგორც წავიკითხე და ჩვენ სანამ-კამერებში ჩავთვალეთ საუბრის დროსაც მე გითხარით, რომ ვნახე, და ჩეხეთში ამერიკის მოქალაქეს დაუდასტურდა ებოლა და გადაიყვანეს კლინიკაში და თქვენ მითხარით, რომ გერმანიაშიც არის ეგეთი ამერიკელი ექიმი გადაიყვანეს მაგალითად გერმანიაში. ეს ჩვეულებრივი მოქალაქე არის, როგორც მე ვიცი. ამერიკის მოქალაქე ეტყობა ტურისტულად იყო იმ პერიოდში იქ და მოკლედ დაინფიცირდა სავარაუდოდ, იმიტომ რომ ესეთი კადრები არა შეფუთულებს გადაყავთ ეს ადამიანი კლინიკაში. არსებობს რამე თეორიული შანსი, რომ ეს რაღაც ახალი პანდემიის დასაწყისი იყოს? ესე იგი, ამის შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ გააჩნია ალბათობებს, ხო? ანუ არის მთელი რიგი, ასე თქვათ, ეტაპები, რომელიც უნდა გაიაროს ვირუსმა, რომ ის გახდეს პანდემიის გამომწვევი. თავიდან ის არის მხოლოდ თქვათ ცხოველებში, შემდეგ იძენს უნარს, რომ ცხოველიდან ადამიანზე გადავიდეს და ჯერ ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი არა აქვს.
შემდეგი ეტაპია, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადადის ოღონდ ძნელად. ანუ ახლო კონტაქტით, ხოლო საბედნიეროდ ებოლას ვირუსი ჯერჯერობით ამ ეტაპზე არის, როდესაც ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გადავიდეს, მაგრამ იგივე ბიოლოგიურ სითხეებთან ახლო კონტაქტით, ან იგივე ზედაპირებიდანაც შეიძლება გადადება, თუმცა ის კოცნით შეიძლება გადავიდეს, ტუჩებში კოცნით ებოლა. კი, ანუ თუ კი არის ამ შემთხვევაში სიმპტომიანი პაციენტი, რასაკვირველია ბიოლოგიურ სითხეებთან ისა, თუმცა high risk გზით, high წვეთოვანი გზით არ გადაეცემა high risk გზით. შესაბამისად, ეს high წვეთოვანი და high risk გზით გადადება არ არის და შესაბამისად ჯერჯერობით აი ეპიდემიის გამოწვევის პროსტოროთ ეპიდემია შეიძლება ესეთი პატარა ეპიდემია გამოიწვიოს ერთ ქვეყანაში ან მაქსიმუმ 3-4 ქვეყანაში. თუმცა პანდემიის გამოწვევის ასე თქვათ თვისებები ჯერჯერობით არ აქვს. ანუ რასაკვირველია, ყოველთვის არსებობს ამის შანსი, ამაზე ვერავინ ვერ დადებს თავს, რომ რაღაც არ მოხდება იგივე კორონავირუსზე. არ იყო ესეთი მოლოდინი, რომ ის იქნებოდა პანდემიის გამომწვევი, ვინაიდან ადრე ის მაინც უფრო ლოკალურ ინფექციას წარმოადგენდა და არ ვრცელდებოდა ესეთი ინტენსივობით, თუმცა გენეტიკური ცვლილება განიცადა, ახალ კორონავირუსში არის ისეთი გენეტიკური თანმიმდევრობა, რომელიც წინა ვარიანტებში იგივე ღამურას, ანუ პანგოლინების ვირუსები შეისწავლეს, აი პანგოლინი ითვლება, რომ შუალედური გადამცემი ცხოველია, რომელმაც მისცა ამ ვირუს საშუალება, რომ აი ესეთ ინტენსიურად და ადვილად გავრცელებულიყო ადამიანთა ასე თქვათ პოპულაციაში. ანუ იმის დაშვებაც არსებობს, რომ თქვათ ებოლამ შეიცვალოს სახე და გახდეს ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები? თეორიული არის რასაკვირველია, დღეისათვის ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია, თუმცა აი ვერ ასე თქვათ იწინასწარმეტყველებს რა მოხდება. ამიტომ არის რომ გარკვეული ვირუსები გამოცხადებულია როგორც ბიოლოგიურად საშიშ და პოტენციურად ეპიდემიის და პანდემიის გამომწვევ ვირუსებად გარკვეული ჩამონათვალია, რომელზეც მუდმივად ხდება ზედამხედველობა, აი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ზუსტად ახორციელებს ესეთ მონიტორინგს, ანუ ზედამხედველობას, ესეთი პოტენციურად საშიში ახლად აღმოცენებადი ან ხელახლა აღმოცენებადი და პოტენციის მქონე გამომწვევებზე. იმუნიტეტზე მინდა რომ გადავიდეთ იმუნურ სისტემაზე. თქვათ ჩვეულებრივ ვირუსებთან იმუნური სისტემა გასაგებია რომ თქვათ მუშაობს ესე ვთქვათ რა, ხშირ შემთხვევაში ხო ებრძვის ამ ვირუსს და თუ ძლიერი იმუნიტეტი გაქვს, ახლა შეიძლება მე არა სამედიცინო ენით, მაგრამ მაინც ასე ვიტყვი, თქვათ იმ ვირუსმა, სეზონურმა ვირუსმა, გრიპის ვირუსმა შენზე გავლენა ვერ მოახდინოს, ან იქვე მოკვდეს, ან რაღაცა მსგავსი, როგორც თქვენ თქვით. ასეთ ვირუსებზე როცა ვაპარაკობთ, თქვათ თუნდაც კოვიდი. მაგ შემთხვევაში იმუნიტეტი, იმუნური სისტემა გვიცავს, ანუ შეუძლია ჩვენი დაცვა? ხო, იმუნური სისტემა საკმაოდ ასე თქვათ რთული სტრუქტურა, ესე ცოტა რთული სათქმელია ვიღაცას აქვს თქვათ ძლიერი იმუნიტეტი, ვიღაცას აქვს სუსტი იმუნიტეტი, თუ კი საუბარი არ არის იმაზე, რომ ხელოვნურად არის ეს თქვათ დათრგუნული პრეპარატების საშუალებით ან გარკვეული ვირუსი, მაგალითად აი ვირუსი არის, რომელიც დრგუნავს იმუნიტეტს. ადამიანებს გააჩნიათ სხვადასხვა გენეტიკური, ასე თქვათ, სიმრავლე, ხო? ანუ სხვადასხვა ტიპის გენები გვაქვს ჩვენ, ერთმანეთისგან განსხვავდებით ამიტომ და შესაბამისად იგივე ხდება იმუნიტეტთან დაკავშირებითაც. ანუ ჩვენ სხვადასხვა ინფექციაზე გვაქვს სხვადასხვანაირი გამძლეობა. შეიძლება ერთი ადამიანი ერთი ვირუსის მიმართ უფრო გამძლე იყოს, მეორეზე პირიქით იყოს გაცილებით სუსტი, ასე თქვათ, რეაგირება მოახდინოს მისმა იმუნურმა სისტემამ. ანუ მრავალფეროვანება გვაქვს ჩვენს ადამიანებს იმუნიტეტის თვალსაზრისით. ვინ რის მიმართ? ამიტომ ესე თქვა, რომ ერთი ადამიანი არ ავადობს საერთოდ და
ყოველთვის გამძლეა, ესე არ არის, შეიძლება დაემართოს ისეთი ვირუსი, რომლის საწინააღმდეგოდ ვერ განავითაროს შესაბამისი იმუნიტეტი. ამიტომ ეს საკმაოდ ისეთი მრავალფეროვანი არის. ხშირად მეუბნებიან ხოლმე განსაკუთრებით მშობლები დავრდობენ ბავშვებზე, რომ აი იმუნიტეტი არ აქვს ჩემ ბავშვს და მუდმივად ხდება ავად. ეს ხშირ შემთხვევაში არანაირ კავშირში არ არის სუსტ იმუნიტეტთან, უფრო მეტად არის დაკავშირებული რამდენად აქვს მას კონტაქტი სხვა ბავშვებთან. თუ კი ბავშვი დადის სკოლაში, საბავშვო ბაღში და ასე შემდეგ, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ მას დაემართოს ხშირად ვირუსი. განსაკუთრებით სასუნთქი ხო არის, რომ არ ემართებათ ბავშვები და ვიღაცები რომ უფრო ხშირად ემართებათ და მან არ არის, რომ ამ ბავშვს ერთს რომელსაც ხშირად არ ემართება უფრო ესეთი დამცველობითი იმუნური სისტემა აქვს. თუ ეგეთი რაღაც არ არსებობს. ხო, არა, როგორც წესი ბავშვებს ვისაც ხშირად ემართებათ, ისინიც სრულფასოვანი იმუნიტეტის მქონე ბავშვები არიან. უნდა მივაქციოთ ყურადღება უფრო მეტად, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს შემდეგ უკვე ეს ინფექცია. ანუ არა სიხშირე, არამედ რამდენად ურთულდებათ შემდეგ უკვე აი თვითონ განკურნების, აი მაგალითად იმუნოდეფიციტებზე მაშინ მიგვაქვს ეჭვი, როდესაც ვითარდება მძიმე ინფექცია, იგივე განმეორებითი ფილტვების ანთება, პნევმონია, ან ყურის ანთება რამდენიმე, ან გენერალიზებული ინფექცია, სეფსისი. ამ შემთხვევაში უკვე ეჭვი მიგვაქვს, რომ ხო არ არის აქ იმუნოდეფიციტი. მაგრამ თუ კი ადვილად ძლევს ბავშვი ამ ინფექციას, როგორც წესი, ამ დროს ჩვეულებრივად ნორმალური იმუნიტეტის მქონეა და ძალიან ბევრი პრეპარატიც არსებობს იმუნიტეტის გამაძლიერებლები, რასაკვირველი ხა ვიტამინები, ეს მინერალები და ასე შემდეგ, ხა ნამდვილად ცუდი არ არის, თუმცა რეალურად ამ ადამიანს ხშირ შემთხვევაში არ ჭირდება არანაირი იმუნიტეტის ეგრეთ წოდებული გაძლიერება. მაშინ როცა გვაქვს რეალური იმუნოდეფიციტი, როდესაც თქვათ არის ის ინფექცია, რომელიც დრგუნავს იმუნიტეტს, ან იღებს ადამიანი პრეპარატებს, რომელიც სპეციალურად მიმართულია იქენ, როცა აუტოიმუნური დაავადება აქვს ადამიანს, სიმსივნური დაავადება, ამ შემთხვევაში სპეციალურად ხდება იმუნიტეტის, ასე ვთქვათ, დაქვეითება პირიქით. შესაბამისად, აქ ზუსტად არის საშიშროება იმის, რომ ძალიან მძიმედ წავიდეს ვირუსული ინფექცია. და მაშინ იმუნიტეტის გაძლიერება კარგია, ასე ვთქვათ. იქ უკვე სერიოზული პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც მიმართულია ზუსტად იმუნიტეტის აი დათრგუნული რგოლის ჩანაცვლებისათვის, მაგალითად. ერთ-ერთი ვარიანტი არის იგივე იმუნოგლობულინის მზა ანტისხეულების გადასხმა. სხვადასხვა ადამიანებისგან ხდება, ასე ვთქვათ, შემუშავება პრეპარატის, რომელიც შეიცავს ბევრი ადამიანის დამცავ ანტისხეულებს. და ერთ ადამიანს ერთის მიმართ აქვს, თქვათ, ანტისხეულები, მეორეს მეორე და თუ კი ამას შეურევ, ანუ ბევრი სხვადასხვა ინფექციის საწინააღმდეგო პროდუქტია, ხო ეს? და შესაბამისად ხდება, თქვათ, ამის მიწოდება იმ ორგანიზმისთვის, რომელსაც აქვს დადგუნული იმუნური სისტემა. ეხლა ის ჩვეულებრივი რაც პროფილაქტიკური იმუნური სისტემის გამაძლიერებლები, უფრო მეტად არის ჯანსაღი ცხოვრება, ძლიერი იმუნიტეტის ვიდრე რაღაცა ისეთი ქიმიური ჩარევა, ეს არის ნორმალური კვება, ძილი, ფიზიკური აქტივობა, რომელიც განაპირობებს უფრო მეტად იმუნური სისტემის, ასე ვთქვათ, ნორმალურ ფუნქციონირებას, ვიდრე რაღაც, ასე ვთქვათ, პრეპარატები. თუმცა რასაკვირველია გვაქვს არსენალში მართალია ბევრი არა, მაგრამ რეალური პრეპარატები, რომელსაც ვიყენებთ იმუნიტეტის საჭიროების შემთხვევაში იმუნიტეტის საკვები დანამატების სახით რო არის, მაგალითად, სადაც C ვიტამინია, D ვიტამინი, B ვიტამინი, რომელიც ეხმარება იმუნური სისტემის გრადობას, ამას თუ კი გვაქვს დეფიციტი, ამ შემთხვევაში რასაკვირველია ეფექტური იქნება ამ ვიტამინების მიწოდება და შესაბამისად რასაკვირველია გამართლებულია, მაგრამ
თუკი ნორმალურ დონეზე ამ შემთხვევაში ზედმეტი მიიღება, როგორც წესი, არანაირ ეფექტს არ გვაძლევს. ანუ საპროფილაქტიკოდ რასაკვირველია შეიძლება მიიღება, მაგრამ ამაზე დაყნობა, რომ ეს რაღაცა სერიოზულ პრობლემას გადაწყვეტს, როცა რეალური იმუნოდეფიციტია, რასაკვირველია ეს მხოლოდ დამხმარე მეთოდია და იქ გვჭირდება რეალური, ასე თქვათ, ჩარევა. აი ზუსტად ხშირ შემთხვევაში პრობლემა ხოლმე როცა რეალურად ჭირდება ადამიანს, მაშინ არ ხდება რეალური მკურნალობა და როდესაც არ ჭირდება, მაშინ ხდება გაჭყეპვა, ასე თქვათ. სხვადასხვა საშუალებების, ასევე აი ბევრი სხვადასხვა საშუალების მიღებაც არ არის რეკომენდირებული, იმიტომ რომ ყოველთვის აქვს ნებისმიერ პრეპარატს გვერდითი მოვლენა და როცა ბევრ პრეპარატს იღებ, ფაქტიურად ვერ ხდება რეალური მართვა ამ გვერდითი მოვლენას. საკვები დანამატების შემთხვევაში? მათ შორის აი თუ კი ზედმეტად ხდება მოხმარება განსაკუთრებით სპორტსმენებში არის ესეთი, რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა დანამატს იღებენ და ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხვდებით ისეთ მდგომარეობას, როცა ღვიძლის ფუნქცია არის დარღვეული და ფაქტიურად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ის დანამატები, რომელსაც იყენებს ადამიანი. ზომიერება ყველაფერში არის მნიშვნელოვანი, ხო? დიახ, და მიზანშეწონილობა და ზომიერება რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იმუნიტეტის გაძლიერება გჭირდებათ, მინდა გაგაცნოთ ორი საკვები დანამატი. ერთი არის უფრო ბიუჯეტური, ერთი შედარებით უფრო ძვირი. პირველს ქვია იმუნოშოკი. ეს არის მცენარეული წარმოშობის ნატურალური კომპლექსი იმუნური სისტემის მხარდასაჭერად. მისი კომპონენტები ეხმარება ორგანიზმში ვირუსული და ბაქტერიული ინფექციისადმი მდგრადობის გაზრდაში. ამცირებს გაციების და გრიპის სიმპტომებს და აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დამცველობით ძალებს. ფორმულა შეიცავს პორფილარს, რომელიც არის ფრანგული კომპანიის მიერ დაპატენტებული უნიკალური კომპონენტი, რომელიც მიღებულია წყალმცენარისგან და გამოირჩევა ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და იმუნური სისტემის მხარდაჭერის მოქმედებით. შემადგენლობაში ასევე შედის ციმბირული ჟენშენი, რომელიც ცნობილია როგორც ადაპტოგენი, მატებს ენერგიას, აუმჯობესებს ორგანიზმის გამძლეობას და ხელს უწყობს ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას. ასევე შედის ევკალიპტის ექსტრაქტი, რომელიც ეხმარება სუნთქვის გაადვილებას, ამსუბუქებს გაცეებას და გრიპის სიმპტომებს და C ვიტამინი, რომლის მოქმედებაც ყველამ კარგად ვიცის, როგორი ანტიოქსიდანტი არის. მეორე პრეპარატი, ეს არის, რომელიც ნაკლებ ბიუჯეტურია, თუმცა ძალიან ეფექტური არის, მულტივიტამინური კომპლექსია იმუნური სისტემის მხარდაჭერად და ქვია ორთამოლი იმუნი. აი ესეთი ტიპის წყალში ხსნადი გრანულების ფორმა არის, რომელიც ხელს უწყობს ვიტამინებსა და მიკროელემენტების უკეთ ათვისებას და ორგანიზმის ყოველდღიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. შემადგენლობაში შედის იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვანი მიკრონუტრიენტები, როგორც არის C, D, E, I და B ვიტამინები, ასევე თუთია, სელენი, რკინა, იოდი და K ვიტამინი. ვიტამინები C, D და თუთია, სელენი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. A და E ვიტამინები ეხმარება კანის ლორწოვანი გარსის დაცვას და B ჯგუფის ვიტამინები ნერვული სისტემის მხარდაჭერაში მონაწილეობას. მოკლედ საკმაოდ მდიდარია, ძალიან საინტერესო საკვები დანამატია. მე თვითონ ვაპირებ, რომ გავტესტო, ვნახო რა შედეგი იქნება, იმიტომ არა მხოლოდ იმუნური სისტემისთვის არის საინტერესო, არამედ ზოგადად მთლიანად ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. როგორც ბატონმა გიორგი მახსენა, იმუნიტეტის გასაძლებელი მედიკამენტების თუ საკვები დანამატების მიღება მნიშვნელოვანია, რომ ექიმთან შეთანხმების საფუძველზე მოხდეს. მე უბრალოდ გაგაცანით ეს ორი პრეპარატი და თქვენ გადაწყვეტ, რომელი არის თქვენთვის საჭირო და უფრო მეტად სარგებლიანი. ორივე საკვები დანამატის შესახებ ინფორმაცია და აღწერილობა იქნება ვიდეოს აღწერაში. თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკებზე და თქვენი თვე ნახოთ სრული ჩამონათვალი და სრული აღწერა ამ ორი პროდუქტის და რა თქმა უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება თუ ამის საჭიროება არსებობს. ახლა გადავიდეთ ვაქცინებზე, რომელიც არის მგონი ყველაზე ესეთი ამბავი კოვიდის მერე განსაკუთრებით მთელი მოძრაობა ჩამოყალიბდა ანტივაქსერების, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ვაქცინების გაკეთებას. პირველ რიგში იცით როგორი კითხვა მაქვს? როგორ იქნება საერთოდ ვაქცინები? ანუ რაზე დაფუძნები? აი, შემოვიდა ვირუსი, აღმოჩნდა ვირუსი და იწყებს მედიცინა ვაქცინის შემუშავებას, ანუ რა პროცესებს გადის ეს ვაქცინა საერთოდ?
კი ბატონო, თუ შევხედავთ პირველ ვაქცინას, ეს იყო დასუსტებული ვირუსი, 18 საუკუნის ბოლოს მოხდა პირველი ვაქცინის გამოყენება ჯენერის მიერ და ეს იყო ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა. სუსტი ვირუსის ფაქტიურად შეყვანა განაპირობებს იმას, რომ დამაზიანებელ დაავადებას არ იწვევს, ამაგეროთ იწვევს იმუნიტეტის განვითარებას და მერე უკვე როდესაც მოხდება ნამდვილი, ასე ვთქვათ, მძიმე ვირუსი, უკვე ასე ვთქვათ, გავარჯიშებულია ორგანიზმი მის საწინააღმდეგოდ იმუნიტეტის სწრაფად, აქ დროსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სწრაფად რეაგირება მოახდინოს ორგანიზმმა შესულ ვირუსზე. დროს რატომ აქვს მნიშვნელობა, რომ თუ კი ვირუსი მიაღწევს ისეთ კონცენტრაციას, ანუ ისეთი რაოდენობით გამრავლდება, რომ ძალიან ბევრია ორგანში, ის დამაზიანებელი ეფექტიც ძალიან დიდია. შესაბამისად, ვაქცინის იდეა არის ის, რომ მალევე მოახდინოს გამომწვევის, ასე ვთქვათ, ბლოკირება, რომ ის არ გამრავლდეს ძლიერად და შესაბამისად ადრეულ ეტაპზე შეაჩეროს მისი გამრავლება ორგანიზმში და დამაზიანებელი ეფექტი იყოს ნაკლები. ეს არის ძირითადი ამოცანა. რასაკვირველია, კარგია, როცა ინფიცირებისგანაც დაიცავს და ამაში არის ხოლმე ექიმებშიც კი სამწუხაროდ გვაქვს ისევ ესეთი მიდგომა, რომ აი თუ მაინც დავინფიცირდები, რა გარანტია მაქვს, რომ ძიმეთ არ წავა ეს დაავადება, ხო? ეს არის ელემენტარული იმუნოლოგიის არცოდნა. სამწუხაროდ, აი არა მარტო ჩვეულებრივ პოპულაციაში, არამედ ექიმებშიც კი გვიხდება მუდმივად ამაზე საუბარი, რა მექანიზმი დევს ამის ქვეშ. და ჩვენც უნდა აღვიხსნათ. აი ეს არის დროში სწრაფი რეაგირება იმუნიტეტის. როდესაც ჩვენ წინასწარ გვაქვს შეხება ამა თუ იმ გენეტიკური ინფორმაციასთან, უცხო გენეტიკურ ინფორმაციასთან, ჩვენ ვსწავლობთ მას, ჩვენ იმუნიტეტის იმუნური სისტემის საშუალებით და გამოვიმუშავებთ დამცავ წარმონაქმნებს, ასე ვთქვათ, ანტისხეულებს, უჯრედებს და ასე შემდეგ. როდესაც რეალურად მოხდება შემდეგ უკვე ვირუსი, ჩვენი ორგანიზმი არის უკვე მზად და ძალიან სწრაფად რეაგირებს და არ აძლევს საშუალებას ვირუსს, რომ მიაღწიოს დამაზიანებელ რაოდენობას. ეს არის ძირითადი მექანიზმი. შესაბამისად, იმის თქმა, რომ აი მაინც დავინფიცირდი და რა მნიშვნელობა აქვს, ზუსტად ეს არის მთავარი ამოცანა, რომ მძიმე შემთხვევა, სიკვდილის შემთხვევა გაცილებით დაბალია ასეთ შემთხვევაში. ძალიან კარგია თუ კი ისეთი ვაქცინა გვექნება, როგორც არის მაგალითად წითელას საწინააღმდეგო წითურას, რომელიც ინფიცირებისგანაც კარგად გვიცავს. გრიპის შემთხვევაში ეს ასე არ არის. და ამაზეა ზუსტად დაფუძნებული ის, რომ აი გრიპის ვაქცინა რატო გავიკეთო, მაინც ასე თქვა დამემართა გრიპი. ზოგჯერ კიდევ უფრო შორს მიდის, რომ აი მაინც გავცივდი. ის სხვა ვირუსებია, რასაკვირველია, გრიპი არის კონკრეტული გრიპის ვირუსი, რომელიც ყველაზე მძიმეა უბრალოდ ამ სხვა სასუნთქი გზების და ესეთი ლოგიკა, რომ აი ავიცერი და მაინც გავცივდი და მაინც სურდო დამემართა, რასაკვირველია, სხვა რამე დაგემართა. რომც დაგემართოს თვითონ გრიპი, ამ შემთხვევაში დამცავი უნარი ვლინდება იმაში, რომ ძიმე შემთხვევა და სიკვდილის შემთხვევა ვირიდებთ თავს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თორე თვითონ გრიპის ვირუსი 40% არის გადაცემის თვალსაზრისით ეფექტური. აი როცა კორონავირუსზე საუბრობდით, იქაც არ იყო, ხო? ინფიცირებისგან დაცვის ფუნქცია ბოლომდე ვერ მივახციეთ ამას, რომ თქვათ ინფიცირებისგან დაეცვა, მაგრამ ძიმე შემთხვევის განვითარებისგან, სიკვდილის შემთხვევებისგან ნამდვილად დაგვიცვა ამ ვირუსმა. მრავლდებოდა, რასაკვირველია, ეს ვირუსი პოპულაციაში და გადაცემა მაინც ხდებოდა და აქ არის ზუსტად ერთ-ერთი საფუძველი აი ანტივაქსერული მოსაზრების, რომ აი ვაქცინა გავიკეთე, მაგრამ მაინც დამემართა. ეს სრულიად, ასე ვთქვათ, აი ძალიან პრიმიტიული, ასე ვთქვათ, მსჯელობაა, ხო? იმიტომ რომ ამის ქვეშ არის გაცილებით უფრო ისეთი მექანიზმი, რომელიც გვიცავს ძიმე შემთხვევებისგან და ეს არის აქ მთავარი. გარდა ამისა, რას ეფუძნება ანტივაქსერული მოსაზრებები, პირველ რიგში შიშს, რომ რაღაცა უცხო
რაღაც შედის, თუმცა მაგალითად აი ძალიან საინტერესო შემთხვევაა, როდესაც B ჰეპატიტზე ვეუბნებით უკვე დასრულ ადამიანს, რომ უნდა აიცრას. როგორ ავიცრები, რატო უნდა ავიცრა, არა მაქვს ასე ვთქვათ იმის რის ფაქტორები, რომ ეს B ჰეპატიტი დამემართოს, თუმცა ძალიან მარტივად გადაეცემა ეს B ჰეპატიტი და ამ დროს ახალშობილი, რომელიც ვთქვათ დაბადებული ამ ოჯახში 2003 წლის შემდეგ მასიური ასე ვთქვათ ყველა ახალშობილი იცრება, იმ ბავშვზე უკვე აცრილია ეს ბავშვი, ხო? ფაქტიურად ბავშვი აცრა ამ ადამიანმა და თვითონ ეშინია ამ იგივე ვაქცინის, რაც ახალშობილს უკვე ჩაუტარეს. ამიტომ არის რომ ახალ თაობაში B ჰეპატიტის გავრცელება მინიმუმამდეა დაყვანილი, საბუბედუროდ ძალიან მაღალია ამ ვირუსის გავრცელება დასრულ მოსახლეობაში, სადაც ვაქცინაცია არ ტარდებოდა ახალშობილობის პერიოდში. აი ესეთი პარადოქსია, ხო? ახალშობილს არაუშავს გაუკეთდა ვაქცინა და მე მეშინია ამ ვაქცინის. და უნდა ითქვას, რომ ეს ახლა თანამედროვე პრობლემა არ არის. როგორც კი გაჩნდა ვაქცინა, ძალიან ადრევე მაშინვე გაჩნდა ანტივაქსერული მოსაზრებაც და იყო ხოლმე ესეთი შარჟებიც არის, აი შემორჩენილია იმ დროიდან, როდესაც ადამიანს აქვს მაგალითად ძროხის სახე, ან მოკლედ რაღაცა ცხოველის სახე, რომ ეს ვინაიდან ძროხასთან იყო ვაქცინა ძროხისთან წარმოდგება, ვინაიდან მისი ვირუსის ასე ვთქვათ გამოყენება მოხდა, თითქოს ძროხად შეიძლება გადაქცეული იყო ადამიანი ამ ვაქცინის შეყვანის შედეგად. ისე რომ გაჩნდა ვაქცინა, გაჩნდა ანტივაქსერული მოძრაობა. ხოთო შორის ახლა სანამ გადავალთ კიდე უფრო სხვა იმაზე სიღრმეში, რადგან ახსენეთ ისტორიულად, მე მაქვს რამდენიმე ფაქტი ამოწერილი ხელოვნური ინტელექტის უბრალოდ რომ აი ეს ინფორმაცია მომეყო რა არსებობს ისტორიული, არაეთიკური კლინიკური პრეცედენტები და ერთ-ერთი მაგალითად არის ტასკეგის სიფილისის კვლევა 1932-72 წლებში აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ ალაბამაში ჩატარებული არაეთიკური ექსპერიმენტი, რომლის დროსაც 400-მდე გაჭირვებულ აფრო-ამერიკელ მამაკაცს განზრახ დაუმალეს სიფილისის დიაგნოზი. კვლევარებმა მათ უარი უთხრეს ეფექტურ მკურნალობაზე, პენიცილინზე, მას შემდეგ კი რაც იგი სამედიცინო სტანდარტად იქცა 1940-იან წლებში, რათა დაკვირვებოდნენ დაავადების ფატალურ პროგრესს. ამ მოვლენამ ფუნდამენტურად შეერყია ფერატკანიანების მოსახლეობის ნდობა ჯანდაცვის პროგრამებთან. შემდეგ იყო ჰენრიეტა, ცოტა ბევრი საკითხვა მომწევს, მაგრამ საინტერესოა. ჰენრიეტა ლაქსისის შემთხვევა 1951 წელს ახალგაზრდა აფრო-ამერიკელი ქალის ბიოლოგიური მასალი, საშუალო ყელის სიმსივნური უჯრედები უნებართვოდ აიღეს, გამოიყენეს პირველი უკვდავი ადამიანური უჯრედული ხაზის ჰელას შესაქმნელად. 1000 წლეულების განმავლობაში მისი უჯრედები კომერციალიზებული და გამოყენებული იყო უამრავი სამედიცინო აღმოჩენებისთვის, მათ შორის პოლიმიელიტის ვაქცინისთვის. ხოლო მისი ოჯახის სრულ საინფორმაციო ვაკუუმში იყო მოკლედ ოჯახი და არაფერი არ უთხრეს. კიდევ იყო მარიონ სიმსის ექსპერიმენტები 1855-1859 წელს გინეკოლოგიის პიონერად მიჩნეული ექიმის მიერ მონობაში მყოფ შავკანიან ქალებზე ანარჩა, ლუსი, ბეტსი ჩატარებული მრავალჯერადი მტკივნეული ქირურგიული ოპერაციები ანესთეზიისთან ნამდვილი თანხმობის გარეშე. დოგვის გაზის საიდუმლო ტესტირება გაკეთა 1840-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის სამხედრო უწყების მიერ ჩატარებული საიდუმლო ქიმიური ექსპერიმენტები, სადაც შავკანიანი იაპონური წარმოსობისა და პუერტო-რიკელი ჯარისკაცები მოათავსეს გაზის კამერები დოგვის გაზის ეფექტის შესასწავლად, ხოლო თეთრკანიანი ჯარისკაცები მოკლედ ამ ყველაფერს აკონტროლებდნენ. ჰოლმსბურგის ციხის ექსპერიმენტი გაკეთა 1950-1970-იან წლებში. ეს უფრო
ექსპერიმენტებია, მაგრამ საინტერესოა Pfizer-ის 1996 წლის კანოს კლინიკური კვლევა და მისი საზოგადოებრივი მოკლედ მოვლენები. არაეთიკური სამედიცინო ინტერვენციის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საერთაშორისო მაგალითი ფარმაცევტული გიგანტის Pfizer-ის მიერ 1996 წელს ნიგერიის ქალაქ კანოში ჩატარებული კლინიკური ექსპერიმენტი. ნიგერიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მენინგიტის ეპიდემიის დროს სადაც იყო 109,000 შემთხვევაზე მეტი და 11,000 ფატალურად დასრულდა. Pfizer-ის სამედიცინო ჯგუფმა გადაწყვიტა გამოეყენებინა კრიზისი ბავშვებში ახალი ლიცენზირების პროცესში მყოფი ანტიბიოტიკი ტროვაფლოქსაცინი. ტროვან ესე წერია გამოსაცდელად. ექსპერიმენტი ჩატარდა მრავალი ეთიკური ნორმის დარღვევით. ერთ-ერთი ნორმა იყო, რომ კვლევაში ჩართული 800 ბავშვის ოჯახმა 200 ბავშვის ოჯახმა საერთოდ არ იცოდა, რომ ამას აკეთებდნენ. საკონტროლო ჯგუფში მყოფი 100 ბავშვი, რომლებიც იღებდნენ ოფიციალურად აღიარებული ანტიბიოტიკის ცეპტიაქსონს Pfizer-ის პერსონალმა განზრახ შეუმცირა დოზა. ეს გაკეთდა იმის დროს, რომ ექსპერიმენტალური პრეპარატის ამ ტროვანის ეფექტურობა შედარებით უფრო მაღალი გამოჩენილიყო და კვლევის წამყვანმა ნიგერიელმა კოორდინატორმა მოგვიანებით აღიარა, რომ ეთიკური კომისიის თანხმობის წერილი უკანონოდ კვლევის დასრულებიდან 1 წლის შემდეგ იყო დათარიღებული. მოკლედ აქ არის გაგრძელება, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ, ასე შემდეგ. ამას ახლა აღარ ჩავყვები, რომ არ იყოს ძალიან ცუდად მოსასმენი. უჩივლეს სასამართლოში და Pfizer-მა ძალიან დიდი თანხა წააგო, ესე ვთქვათ, ამიდან გამომდინარე. კიდევ არის, ეხა ეს მე მოვყვები, მე წავიკითხავ ყველაფერს, რატო ხდება ეს ანტივაქსერული მოძრაობა, რატო იდგავს ფესვებს უფრო რა, ისტორიული ფაქტები რა არსებობს ამასთან დაკავშირებით და თქვენას მოისმენ ძალიან საინტერესო არის. ასევე გაკეთდა რაღაც ვაქცინების და აუტიზმის მიმართულება იყო ძალიან პოპულარული. წითურა პაროტიტის MMR ხო? ვაქცინა იწვევს ბავშვების აუტიზმსო და ამ 1998 წელს გამოხდა და ჟურნალში, მაგრამ მე ხა ეს რომ ძალიან ბევრი მასალა არის სიტყვით რო არ წავიკითხე და შემიძლია რომ გაუგზავნო მაყურებელს, მე დამტკიცდა რომ ეს არის სისულელე. ამაზე ნამდვილად დამტკიცებულია რომ არანაირ აუტიზმს არ იწვევს. კიდევ იყო ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომი DS-ი, თუ გიგეთ, ავტოიმუნური დაავადებები და ალერგიები. ამაზეც მოხდა, რომ ანტივაქსერული პროპაგანდა ხშირად მიაწერს ვაქცინებს ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომს, ასთმას, ავტოიმუნურ დარღვევებს. უეცარი სიკვდილის პიკი ემთხვევა ჩვილის განვითარების 2-3 თვის ასაკს, როდესაც კალენდრით გათვალისწინებული პირველი გეგმიური აცრები ტარდება. ეს არის ტიპური დროითი კოლერაცია და არა მიზეზშეწირვა. მოკლედ, ესეც ახსნელია. აქ უკვე ვეღარ გავყვებით იმას, რომ რატო ხდება და რატო არ ხდება. ასევე არსებობს ესეთი ონკოლოგიური რისკები და SV40-ის ვირუსული ისტორია. არის, გრიპის შემთხვევაში ვისაუბრეთ, მაგრამ რეალურად ასევე არსებობს 2019-2020 წლებზე გრიპის ვაქცინამ ASH-ში თავიდან აიცილა 7 მილიონი დაავადებების შემთხვევა და 100 მილიონის ჰოსპიტალიზაცია. როგორ მუშაობს რა ხა ეს პირიქით გამომივიდა რომ თქვი. მაგრამ აი ის რაც თავში წავიკითხე და იდეაში ეს ამბავი და კიდევ არის კოვიდის შემთხვევაში დოკუმენტური ფილმები არსებობს, სადაც გავიდნენ ესე სხვადასხვა ამერიკის ქალაქებში და ჩაწერეს მოსახლეობა, რომელიც ყვებოდა, რომ მაგალითად გაიკეთეს კოვიდის აცრა და 10 დღეში დაიღუპა. გაიკეთა კოვიდის პირველი მაგალითად Pfizer-ის ეს ვაქცინა და ერთხელ ყვებოდა, რომ ეს მხარე წაერთვა. ვიღაცა ყვებოდა, რომ ფოკუსირებას ვეღარ ახდენდა. ანუ ბევრი შემთხვევა იყო აღწერილი. ამ შემთხვევაში აი რა შეგვიძლია ვუთხრათ ამ ადამიანებს? ხო, რასაკვირველია ეს შემთხვევები, რომლებიც არის უკვე ზოგიერთი არის უკვე კლასიკური მაგალითები, რომელიც უკვე ისწავლება კიდევაც უნივერსიტეტებში და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ კი ადამიანი კვლევას
აპირებს, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის მიმართულება, რომელსაც ქვია ბიოეთიკა, სამედიცინო ეთიკა. ცოტა უფრო სხვადასხვა რამეს გულისხმობს ეს ორი ცნება, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ ეთიკური საკითხები არის წინა პლანზე წამოწეული და იმ თქვათ სავალალო შემთხვევებიდან რომელიც რასაკვირველია ხდება და არა მარტო ის შემთხვევები რომელიც ჩამოთვალეთ, როდესაც ხდება ამ ეთიკის დარღვევა, რასაკვირველია ასეთ შემთხვევებთან გვაქვს და ყველა ასეთი შემთხვევა არც არის ხოლმე გამოვლენილი და ასეთ ჩამოყალიბებული ძალიან ბევრი ეს შემთხვევები კარგად არის შესწავლილი და ფაქტიურად მასზე სწავლობენ უკვე მომავალი მკვლევარები როგორ არ უნდა მოიქცნენ. რასაკვირველია პროგრესი ყოველთვის თან ახლავს იგივე მაგალითად ფიზიკის განვითარება მოიტანა ის რომ ატომური ბომბი შეიქმნა, ხო? და შესაბამისად პროგრესი ყოველთვის ახლავს ესეთი გადახვევები, პრობლემური სიტუაციები და ხშირ შემთხვევაში შეცდომებიც, რასაკვირველია. და როდესაც არის ვაქცინის ან ნებისმიერი პრეპარატის გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები, რასაკვირველია ნებისმიერ პრეპარატს, ძალიან მსუბუქი პრეპარატიც რომ ავიღოთ, შეიძლება ზოგიერთ ადამიანზე კონდეს გამანადგურებელი ეფექტი. და ეს რითი არის გამოწვეული? გენეტიკური განწყობით, ანუ როგორც თქვით, სხვადასხვა გენეტიკური წყობა გვაქვს, ხო, სხვადასხვა ადამიანს, მხოლოდ აი ერთ კვერცხუჯრედიან ტყუპებს აქვთ ზუსტი ეს უნიკალური შემთხვევა, დანარჩენ შემთხვევაში ძალიან დიდად განსხვავდებით ჩვენ ერთმანეთისგან და შესაბამისად შეიძლება იყოს ასეთი, რომ თქვათ 100,000 ადამიანში კარგად მოქმედებდეს და მხოლოდ ერთ ადამიანში კონდეს თქვათ გვერდითი მოვლენა. ესეთი ხდება რასაკვირველია და ვაქცინაციის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. უბრალოდ ეს რისკი გათვალისწინებული იმ თვალსაზრისით, რომ თუ კი ავწონით რა დადებითი ასე თქვათ მოაქვს ვაქცინას ან წამალს იმასთან შედარებით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს ესეთი გვერდითი მოვლენები, რასაკვირველია ეს წონის ერთი მხარე მეორეს და განსაკუთრებით როცა პანდემიასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში ამოცანა არის, რომ გადავარჩინოთ ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენა. აი ზუსტად ანტივაქსერული საფუძველი, ასე თქვათ, ეხა მარტო ის არ არის, რომ უგნურობა ან უცოდინარობაზე არ არის მხოლოდ, ხო, ეს ბუნებრივ შიშზეა, რომ მე არ აღმოჩნდე ის ერთი ადამიანი, რომელზეც იქნება გვერდითი მოვლენა. რასაკვირველია ეს ასე ვთქვათ ობიექტური შიში არის ზუსტად ეს ვინაიდან იცრება ჯამთელი ადამიანი, ხო? პრეპარატზე ესე მწვავედ არ დგას, იმიტომ რომ ეს უკვე დაავადებული ადამიანია და ამ პრეპარატს იღებს, თუმცა გაცილებით მეტია პრეპარატებით, თქვა სამკურნალო პრეპარატებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები და სიკვდილის შემთხვევები რასაკვირველია ვიდრე ვაქცინა, მაგრამ ვაქცინა კეთდება ჯამთელ ადამიანში. აი ეს არის ზუსტად ის ეთიკური დილემა, რომლის წინაშეც ვართ. თუმცა რასაკვირველია თუ კი რაოდენობა შევხედავთ გადარჩენილი ადამიანების და იშვიათ ესეთ შემთხვევებს, როდესაც არის ამისგან დაზღვეული რასაკვირველია არ ვართ, თუმცა აი ეს უნდა ავირჩიოთ, ან ხელები უნდა ჩამოუყაროთ და მივცეთ საშუალება ვირუსს რომ გაანადგუროს მილიონობით ადამიანი, ან აუცრად გადავარჩინოთ მილიონობით ადამიანი, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში იყოს გვერდითი მოვლენა. თანაც ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც წინა კვლევების შემთხვევაში შეიძლება არც იყო დაფიქსირებული. როდესაც მასიურ აი როგორც კოვიდის დროს ვაქცინაციას აკეთებ, აქ შეიძლება ისეთი შემთხვევებიც იყოს, რომელიც ვერ იქნებოდა გათვალისწინებული ისეთი თუნდაც კლინიკური კვლევების დროს, სადაც 100 ადამიანია ჩართული, ხო? ან შემდეგ 1000-ობით და
მესმის, აბსოლუტურად მის. შესაბამისად, ეს რასაკვირველი არის ისეთი ეთიკური საკითხი. ეთიკური მაგიტომ ქვია, რომ ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც რაღაცა კანონმდებლობით არ რეგულირდება. ეთიკური საკითხი არის ზუსტად ის, რომ მას ორივე მხარე შეიძლება კონდეს გარკვეული, თქვათ, არგუმენტები იყოს ორივე მხარეს. თუმცა ადამიანები ზუსტად მაგას ვირჩევთ, ხო, რომ სად არის ალბათობა, ანუ თვითონ ადამიანზეც ალბათობა იმისა, რომ ამ პრეპარატმა ან ვაქცინამ გადამარჩინოს, გაცილებით მაღალია, ვიდრე მქონდეს გვერდითი მოვლენა. ნებისმიერ პრეპარატს მაგით ვსვამ, თუნდაც ასპირინს ან იბუპროფენს, რასაკვირველია, მაშინ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პროგრესზე საერთოდ და მედიცინაზე და დავმორჩილდეთ, რაც გვიწერია, ასე ვთქვათ. და გვიწერია, ასე ვთქვათ, მედიცინის გარეშე ძალიან ხანმოკლე სიცოცხლე. იცით რა არის, ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს, ახლა ჩვენ ერთ-ერთი ეპიზოდში მოკლედ ვახსენეთ ეს COVID და კომენტარები დაიწერა რა, სხვათა შორის YouTube-ზე. აქ ვიტყვი მაყურებელთან, რომ საერთოდ არ ვეხევი იმ სიგიჟე კონსპირაციებს, რაც ნიშნავს 5G ვაქცინით შემდის რაღაც და ხალხო ჩიპები, ტელეფონი გვაქვს ხელში გვიჭირებს და Wi-Fi და მეტი რაღაც ჩიპი უნდა გქონდეს, აღარ ვიცი, თუ მაგაზე მივდივართ, ხო? თუ რაღაცა ფიქრებში ვართ, მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ საერთოდ COVID არ არსებობს და რას ვამბობ, იცით, რომ ამბობენ ამას როგორ არაზე აფუძნებენ, რომ მაგალითად ჩემი ის მუშაობს, რა ქვია, მეგობარი თუ ვიღაც მუშაობს რაღაც იტალიაში, სადაც ძალიან დიდი სიკვდილიანობა დაფიქსირდა, შემოდიოდნენ პაციენტები, ჩემი ექიმია, ჩემი მეგობარი, იძახის თუ მედიდა თუ ასე შემდეგ, შემოდიოდნენ პაციენტები და ტყუილა წერდნენ ამ COVID-ს, ანუ არ იყო COVID-ი, მაგრამ ტყუილა წერდნენ COVID-ი, რომ დაფიქსირებული იყო მაღალი მაჩვენებელიო. აი ესეთი რაღაცაც კი არსებობს, ხო ხდებით საზოგადოებაში. კონსპირაციის თეორიები ძალიან პოპულარულია ჩვენს გარშემო. ხო, მე რატომ ვიცით, რომ რეალურად ჩემთვის ახლა რაც პოდკასტი გავაკეთე, ხშირად მithkomს ეს, რომ მეცნიერებს უცესას გელაპარაკებით ძალიან ისეთ საკითხებზეც, რომელიც შეიძლება მეც კონსპირაციულად წამოგიყვება, მე თქვა რომ კი, რაღაცა მაშინ სიმართლე არის. თქვენთან საუბრის მერე რაღაცნაირად ბევრი რამე ლაგდება ხოლმე რა და მე მგონია რომ ინფორმაციის ძალიან დიდი ნაკლებობა არის ესეთ თემებზე, რომ რაღაც მეცნიერი დაждდეს და ახსნას, რომ ესე და უფრო მარტივია, რომ სოციალურ ქსელში ვიღაც გამოვარდება და იტყვის, იცით, არ ყოფილა საერთოდ ეს ყველაფერი და ეს ყველაფერი იყო ამიტომ. გარდა მაგისა ემატება, რომ ფაქტობრივად ძალიან დაბალი არის სამედიცინო სფეროს და განსაკუთრებით ფარმაკოლოგიის ზნდობა. ანუ ხომ ეთანხმებით მაგაში. სამწუხაროდ დღეს ისეთ სიტუაციაში ვართ, არ მეგონა რომ 2026 წელს გაჟღერდებოდა ასეთი რამ, რომ ის პრეპარატები, რომელიც ჭირდება ბავშვებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, თურმე ფარმაცევტული მაფიის, ასე ვთქვათ, შემოგდებულია. ეს არის დანაშაულებრივი, ასე ვთქვათ, განცხადებები, არანაირად არ ეფუძნება სამეცნიერო საფუძველს და ასეთი სიბნელე ჩვენს დღეებში არის ნამდვილად დანაშაულებრივი. ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, ეპოქაში ვართ უკვე და ჩვენ გვესმის ასეთი ბნელი განცხადებები. ასევე ბნელი განცხადებები აბორტთან დაკავშირებით, ხა რასაც ვისმენთ დღეს, ეს ხდება დღეს, წარმოიდგინეთ და აი როცა ვსაუბრობდით არაეთიკურ გამოყენებაზე პრეპარატების. იქ ხა Pfizer-თან დაკავშირებით ეს ამბავი შესწავლილი იქნა, გახმოვანდა და ასე შემდეგ. ამ დროს დღესაც კი გაცილებით ნაკლებად ვიდრე წინა წლებში, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ სახლში დამზადებული პრეპარატებით, ბუზების, ასე ვთქვათ, დაფხვნით მიღებული პრეპარატები გამოიყენებოდა და შეიძლება გამოიყენება კიდევაც ჩვენს გარშემო. წარმოიდგინეთ, ეს არ არის ექსპერიმენტი ადამიანზე, ხო?
და ისეთი პრეპარატები, რომლებიც არ არის ხო აღიარებული საბჭოთა პრეპარატებსაც ეძახდნენ და დღესაც სამწუხაროდ იგივე რუსეთში თუნდაც და აქეთაც გადმოგწუდება ხოლმე ესეთი პრეპარატები, რომლებიც ცივილიზებულ სამყაროში არ გამოიყენება. ყოველდღიურად ხდება მეთიკური საკითხის დარღვევა, რომელთა ასე ვთქვათ გამოკვლევა ხშირ შემთხვევაში არ ხდება. კარგია ის შემთხვევები, როცა გამჟღავნდება და გამოვიკლებთ, იმიტომ რომ იმაზე ვსწავლობთ, ხო, ჩვენ და აქ ეხა ვართ ისეთ სიბნელეში, როდესაც ვაგრძელებთ ასეთ ბნელ საქციელს, ვიყენებთ ისეთ პრეპარატებს, რომლებიც არ არის აღიარებული და ამ დროს უარს ვამბობთ ისეთ პრეპარატებზე თუ ვაქცინებზე, რომლებმაც გაიარეს, ანუ რასაკვირველი არის შემთხვევები გვერდითი მოვლენების, მათ შორის იგივე მაგალითად კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით იყო ახალგაზრდებში, განსაკუთრებით ბავშვებში ვაქცინაციის აწონდაწონვა რამდენად ღირდა. მეორე მხარეც ასე ვთქვათ გადაჭარბებით იყო, რომ აი ყველა უნდა აიცრას და ბრმად უნდა ავიცრათ, ესეთი მოსაზრებებიც იყო. და არ გავითვალისწინოთ ის, რომ რაღაცას იკვლევს. დაძალე იცით როგორ თუმცა იყო შემთხვევები, მაგალითად გულის დაზიანების, მიოკარდიტის შემთხვევების ახალგაზრდებში, ბავშვებში და შესაბამისად იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ ბავშვები ვინაიდან მსუბუქად იტანენ ამ ინფექციას, ამ ჯგუფში არ ავცრათ და უფრო ყურადღება გადავიტანოთ მაღალი ასაკის ადამიანებში და ესეც ლეგიტიმური სიფრთხილე იყო ამასთან დაკავშირებით. აქაც ანუ უკიდურესობებში იყო ჩვენი საზოგადოება ერთმანეთს ებრძოდა პროვაქსერები და ანტივაქსერები, ანუ ბრმა პროვაქსერობაც იგივე რასაკვირველია, ესეც ის არის რა, გადაჭარბებული ის, რასაკვირველია, ფრთხილად უნდა მიუდგე და ყოველთვის უნდა მოხდეს აწონდაწონვა. იყო ასევე პრეპარატებზე, რომლებიც არ იყო და ასე ვთქვათ დამტკიცებული, რომ ეფექტური იყო და მათი ხელოვნური ასე ვთქვათ პრომოცია და რასაკვირველია, აქ შეიძლება იყოს გარკვეული ფარმაცევტული ინტერესები, მაგრამ როცა საუბარია დღეს იმ პრეპარატებზე, რომლებიც აღიარებულია და გამოყენებულია ანუ FDA-ის, ანუ ამერიკის, ევროპის სივრცეში უკვე გამოიყენება და აღარ არის უკვე ექსპერიმენტული, ხა რა უნდა გამოიკვლიონ ჩვენთან რისი ეფექტურობა, ანუ რისი საშუალება აქვს ამ შემთხვევაში, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროს რა უნდა გამოიკვლიოს დამატებით, როდესაც ეს უკვე წინასწარ არის და უკვე არის შექმნილი ეგრეთ წოდებული მეცნიერული მტკიცებულება ამის შესახებ და საუბარია იმაზე, რომ ჯერ არ არის ეს და ისევ ექსპერიმენტული, აი ზუსტად ის არის, რომ აბსურდში ვარდებით უკვე ერთმანეთისგან განსხვავება უნდა იცოდეს პროფესიონალმა რა არის კვლევა და რა არის უკვე დამტკიცებული პრეპარატის გამოყენება. მუდმივად ხდება დღეს აღრევა ამ ორი რაღაცის, რომ თუ ის პრეპარატად არის უკვე ჩამოყალიბებული, რეგისტრირებულია მათ შორის საქართველოში, ამაზე აღარ არის საუბარი, რომ უნდა დავაკვირდეთ მის ეფექტურობას, რომ დაუშვათ ეს პრეპარატი. რასაკვირველია, ეფექტურობაზე შემდეგაც ხდება კვლევები, მისი უფრო დახვეწა, ვთქვათ, ამ პრეპარატის გამოყენების თქვათ სხვადასხვა მეთოდების და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ხდება გადანაცვლება კვლევის ფაზიდან უკვე როგორც პრეპარატის გამოყენების, აქ უკვე იმაზე აღარ უნდა იყოს, რომ ეს არის ექსპერიმენტი ადამიანზე, იგივე ხდებოდა მაგალითად C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებებზე, რომ ეს თურმე ექსპერიმენტული პრეპარატები იყო, რომელსაც ჩვენ გვაძლევდა თვითონ ფარმაცევტული კომპანია უფასოდ ჩვენი ასე ვთქვათ C ჰეპატიტიანებისთვის. ის უკვე დიდი ხანი 20 წელი გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებში და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ მოხდა მისი შემოტანა ჩვენთან, ხო? და აღარ არის უკვე საუბარი იმაზე, რომ ასე ვთქვათ ექსპერიმენტული პრეპარატია. შესაბამისად ეს, არ ვიცი რას ემსახურება,
ალბათ იმას, რომ თუ კი ერთ პრეპარატზე ან ორ პრეპარატზე მოხდება უკან დახევა, მაშინ ჩვენ ძალიან ბევრი წამალი გვაკლია. ძალიან ბევრი დაავადებისთვის გვჭირდება ის პრეპარატები, რომლებიც საქართველოში არ არის. ამის პირდაპირ თქვა შემიძლია და ნელ-ნელა სულ უფრო ქრება ბევრი პრეპარატი ჩვენი, ასე თქვა, ბაზრიდან და ხდება შესყიდვა თურქეთში, სხვა ქვეყნებიდან, ასე თქვა, ჩამოტანა ამ პრეპარატების, მაშინ როდესაც ეს მართლაც ესენციური გადაუდებელი საჭიროების პრეპარატებია და აქ გვაქვს რეალური კატასტროფული მდგომარეობა ამ თვალსაზრისით. შესაბამისად, გასაკვირია, ხო, როდესაც გვაქვს საშუალება, ვაქცინა გაიარა ეს, ასე თქვათ, ექსპერიმენტული ეტაპები და დამტკიცებულია, რომ ეფექტურია იგივე ამ ინფიცირების საწინააღმდეგო და ასე შემდეგ, მისი არ გამოყენება უკვე არის ძალიან დიდი სიბნელე, ხო, რომ თლიანად თქვათ ამაზე. რასაკვირველია, ყოველთვის უნდა ხდებოდეს გვერდითი მოვლენების შეფასება, აღწერა და პაციენტმა უნდა იცოდეს რა გვერდითი მოვლენი შეიძლება კონდეს ან არ კონდეს. და ინფორმირებულობა რასაკვირველია, მაგრამ იგივე თუ დაუბრუნდებით იმ წითელაწითურა ყბაყურას ვაქცინას და აუტიზმთან კავშირს, ეს იყო არასწორად მოწოდებული ინფორმაცია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა, შემდეგ დამტკიცდა, რომ არასწორი ანალიზი იყო ამ მონაცემების ჩატარებული და საერთოდ დაკარგა სამედიცინო ლიცენზია და ავტორმა და აღარც იყო ამაზე, მაგრამ იმდენად დიდი დარტყმა მიაყენა ამან ვაქცინაციის პროცესს, რომ დაბრუნდა წითელა შემთხვევები, წითურა შემთხვევები, ანუ იყო აფეთქება იმ ვირუსების, რომელიც კარგად იყო მოგვარებული ვაქცინაციით და ზუსტად ანტივაქსერები ეფუძნებიან ხშირ შემთხვევაში იგივეს იმეორებენ, რაც უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ არ იყოს სწორი, მაგრამ ერთხელ რო გაჟღერდება ასეთი ნეგატიური ინფორმაცია, უკვე მისი გადატეხვა ძალიან ძნელია საზოგადოებაში და იწვევს იმას, რომ ამას მოყვა სიკვდილის შემთხვევებიც, რომელიც დაკავშირებული იყო წითელასთან, იმიტომ რომ წითელა საკმაოდ მძიმედ შეიძლება მიმდინარეობდეს განსაკუთრებით ბავშვებში, განსაკუთრებით გარკვეული წინასწარ განწყობის მქონე შემთხვევაში იმუნიტეტის თვალსაზრისით და ზუსტად პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ესეთი უარყოფითი ინფორმაცია განაპირობებს სიკვდილს, ადამიანთა სიკვდილს. კი ბატონო, ეხლა კიდე მაკითხები მარე ჩაწერა არის შემდეგი და ერთ ბოლო კითხვას დაგისვათ, ბოლო კითხვის გარშე, ტრადიციული კითხვის გარშე ვერ გაგიშვებთ აქედან. თუ თქვენ თავს წარმოიდგენთ ისე, რომ არ დამისახავთ თქვენი სახელი, თქვენი გვარი, თქვენი ეთნიკურობა, წარმომავლობა, ჰობი, ნებისმიერ რაღაცა, რასაც ადამიანთან გაცნობის დროს ვიყენებთ. როგორ გამეცნობოდით, რას მეტყოდით თქვენს? რა ვიცი, მე გეტყოდით, რომ ამ პლანეტიდან უცხო პლანეტელი. აგერ წითელი რობოტი გიზით. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. მე ერთი რაც მინდა ძალიან არის, რომ თქვენერო პროფესიონალურმა ადამიანებმა ბევრი ისაუბროთ ამ თემებზე, იმიტომ რომ ბევრმა ადამიანმა სხვანაირად შეხედოს ამ ყველაფერს. მიხვდით, ეხლა მე ძალიან ბევრი კითხვა ისეთი დაგისვით, რომელიც მაქსიმალურად გავამარტივეთ, რომ რაღაცები გასაგები ყოფილიყო, ხო მეთანხმებით. ესე რომ ვისაუბროთ ბევრ ადამიანთან მივალთ, რა თქმა უნდა, ანტივაქსერებიც იქნებიან და ყველანაირი საზოგადოება კიდე იქნება, მაგრამ ჩვენი შედეგი რა არის, ხო? ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება, სავარაუდოდ და სიკვდილიანობის შემცირება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა შეიძლება საუბრობთ, არ ვიცი, ჩემამდე არ მასულა და ეხლა ტყუილობ ვიძახი ამ ყველაფერს, მაგრამ მგონია რომ მაინც საზოგადოებაში ნაკლებობა არის ინფორმაციას და ამას ვისურვებდი, რომ ესე არ იყოს. სამწუხაროდ ძალიან ძნელი არის პოზიტიური კუთხით, თქვათ, ინფორმაციის გამყარება, ნეგატიური ინფორმაცია ყოველთვის უფრო ძლიერია, როგორც ვირუსები, დღევანდელი თემა რაც გვაქვს, ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან პრიმიტიული შეიძლება იყოს ეს უარყოფითი ინფორმაცია, თუმცა ზუსტად ამ პრიმიტიულობით, ამ ასე თქვათ, ბნელი მხარე ძალიან ძლიერია. სინათლე
ყოველთვის ძალიან სუსტია, მაგრამ ადამიანები იმისთვის ვართ, რომ ჩვენ უნდა სინათლეში ვიყოთ, სხვანაირად არ შეუძლია ხო ადამიანს, ანუ სინათლე მაინც იმარჯვებს, მიუხედავად იმისა, რომ ძნელია მისი შენარჩუნება და სიბნელე ძალიან ძლიერია, მათ შორის ეს რაც საუბრობთ, ანუ უგულებელყოფა რაღაც პროგრესის ანუ იმის თქმა, რომ ეს მაინც არ იმუშავებს, ძალიან მარტივია, ხო? ძნელია რაღაცის ახლის შექმნა და პროგრესი საკმაოდ ბევრ წინააღმდეგობას აწყდება, თუმცა ამის გარეშე ადამიანთა საზოგადოება ვერ იარსებებს. ვერ გამithარდა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ჩაწერისთვის და დათმობილი დროისთვის მართლა ძალიან საინტერესო იყო. მადლობა მაყურებელს, რომ იყავით ამდენი ხანი ჩვენთან ერთად და თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ცოდნის მოყარე პოდკასტი გამოწერილი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ.